საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ მობრძანდით ამ წიგნის წარდგენაზე. წარდგენა ქვია პრინციპში ამ დღეს ახლა ამ ჩვენს შეხვედრას. თუმცა უფრო უპრიანი იქნება ვთქვათ, რომ ხელახალი მიტანა მკითხველთან წიგნის, რომელიც 2011 წელს გამოიცა. გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა ეს წიგნი თავის დროზე და რაღაცა უცნაური ბედი დახვა ასე ამ წიგნს ეგრევე თავიდანვე გამოცებისთანავე, იმიტომ რომ ესე იგი ყველაფერი დაემართა რაც შეიძლება ყოფილიყო. იყო არეული, დარეული რაღაცა ამბები იქ მუშაობდი მაშინ მე იმ გამოცემლობაში. წიგნის წარდგენა იყო საკმაოდ დიდი, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა მაშინაც, როგორც დღეს კიდევ უფრო ბევრი პატარა სივრცე იყო დიოგენეში თუ გახსოვთ. უამრავი ადამიანი გარეთ სავსე იყო, ესე იგი სპორტის სასახლესთან მახსოვს და რაღაც ძალიან ესეთი იყო აჟიტირებულები ვიყავით, რომ გამოცემლებასაც გაუხარდა, რომ ესეთი ამბები არ იყო ხოლმე ხშირი, რომ ამდენი სტუმარი, ამდენი წიგნი ერთდროულად გაიყიდა. და მე აღმოჩნდა, რომ წაკითხი არავის არ ქონდა საერთოდ წაკითხული. ყველა ვინც კი იყიდა ეს წიგნი და ვინც კი წაიღო, სათითაოდ ვეკითხებოდი ხოლმე აზრს ხალხს, აი რაკენ წაიკითხეთ მეთქი და აღმოჩნდა, რომ საერთოდ თითქმის არავის, ეხლა თითოეულა კაცს თუ არ დავასახელებ ისეც, ვინც ეს ყველა წიგნს კითხულობს ხოლმე, ვთქვათ, რაც გამოიცემა ერთ-ერთი აგერ კობაზის აქ და იტყვის ერთ-ორ სიტყვას. მოკლედ არავის არ ქონდა ეს წიგნი წაკითხული. მე გავიგე, რომ თვითონ გამომცემლობაშიც არ ქონდა წაკითხული ეს წიგნი. ეგ იყო ძალიან უცნაური სხვათა შორის. ხო, რაღაცა ის იყო, ცოტა ჭობა მიმდინარეობდა ამ წიგნის გამოცემა არ გამოცემასთან დაკავშირებით და მაშინ როგორც გავიგე, რამდენიმე ადამიანს, ვინც ბორდში იყო, ვინც წყვეტდა, თვითონ თამრიკოს წაკითხული ქონდა, როგორც მახსოვს. ლებანიძეს დანარჩენი ვინც იყო ბორდში, არავის არ ქონდა წაკითხული და მაინც თქვენს რომ არ გამოვცეთ ეს წიგნი, ესეთი ამბავი იყო. მერე რო გავიდა პერიოდი, მივხვდი რომ მოკლედ ერთ-ერთი კარგი ტექსტია, რაც მე დამიწერია, ცოტა რთულია საკუთარ ტექსტზე რაღაცები თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მივხვდი რომ დამენანა ეს წიგნი დასაკარგავად. თან მეც თვითონაც აღარ მქონდა არც ერთი ეგზემპლარი და ვერსად ვერ ვიშოვე. აი წიგნის შოვნახო გინდა რომ თქვა დადო თაროზე რომ მაინც რო იყოს და ვერ ვიშოვე ვერსად ეს წიგნი და გადავწყვიტე რომ ხელმეორედ გამომეცა. წავიდა მეორე სერია, ვის არ შევთავაზე ეს წიგნი გამოცემლობაში, ყველგან მოდიოდა პასუხი რომ კი აუცილებლად გამოვცემთ და ეს კი პასუხი გაგრძელდა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში. ამ 3 წლის განმავლობაში ვისგან არ მივიღე, ასე ვთქვათ, ვისგან არ მივიღე გამოხმაურება, რომ აი კი რაღაცა ეხლა ესე ვიზავთ, ეხლა დავამუშავებთ. არ ყველაფერი გაკეთებული მქონდა, წიგნი იყო დარედაქტირებული, აი კახა ჭაბაშვილი სად არის, კახამ გააკეთა წიგნის რედაქტირება, ხელმეორე რედაქტირება, რაღაცეები ჩავამატე მე თვითონ, რაღაც პატარა ამბები შევცვალე, ცოტა ხო გავიზარდე როგორც ავტორი და რაღაცეები გადავაკეთე, ასე ვთქვათ და კიდე ესე გაიწელა, აღმოჩნდა რომ არც ერთ გამოცემულ, ვისაც გაუგზავნე, ყველა ვინც მითხრა რომ კი აუცილებლად გამოცემულ, არავის საკითხული არ ქონდა და რომ კითხე რომ რატო მეთქი ეს წიგნი რაღაც ამბავი და ბოლოს ესე მითხრეს რომ აი არ გვაქვს საკითხული სამწუხაროდ და მოვიცლით და წავიკითხავ და ასე შემდეგ და ნეპალში რო ვიყავით, ეხა ბოლო მოგზაურობაში, აი ესე სრულიად ესე რა რაღაცა ფაილი გამზადებულია, ყველაფერი მზად არის, წიგნის გარეკანი მზად არის, ნინო მეგრელიძე არის ავტორი ამ წიგნის გარეკანის, სხვათა შორის ხო, ერთი შეცდომა მოგვივიდა, მე ვიტყვი როგორც რა შეცდომაც მოვიდა და ეგეც კიდე რაღაც უცნაური ამბავი არის და მოკლედ ეს ფაილი იქიდან გავაგზავნე. აი სალომე ჭანტურიძე არის აქ, სალომე მითხრა, მოკლედ ერთ-ერთ სტამბაშიო მაქვს იმის საშუალება, რომ შედარებით დაბალ ფასად უფრო შეღავათიან ამბად, ანუ განვადებით თუ ასე შემდეგ ეს წიგნი დაგიბეჭდონო და მოდი ხო არ ვცადოთო და ფაილი გავაგზავნე იქიდან, რომ ჩამოვედი თბილისში, ნეპალიდან, წიგნი დაბეჭდილი დამხვდა უკვე, გამოვიტანე გამომცემლობიდან და ესეც აი ეს თათარი ახლა დავაწერე გამომცემლობა ფასკუნჯი, ასე ვთქვათ, დავაფუძნე გამომცემლობა, იმიტომ რომ იძულებული გავხდი რომ ესეთი ფორმით გამომეცა. შეიძლება ეს კარგი რამის დასაწყისია, შეიძლება უაზრო აკვიატება, არ ვიცი ეს გამოჩნდება დროთა განმავლობაში, მაგრამ
ეს პრობლემა როგორც ჩანს ეს წიგნის ყიდვის და არ წაკითხვის ყოველთვის დგას. მე სულ ფიქრობდი რომ იქნებ თვითონ წიგს აქვს, ამ კონკრეტულ წიგს აქვს რაღაც პრობლემა ისეთი რომ ადამიანები ან არ კითხულობენ, ან ვერ კითხულობენ, ან რა ვიცი რაღაც ესეთი ამბავია და უფრო ეს ვერსია ავირჩიე რომ შეიძლება თვითონ ტექსტი არის რთულად წასაკითხი, რთულად არა ენობრივად, არამედ რთულად თვითონ კონსტრუქციითაც და იმ რაღაცა აზრობრივი ჩახლართულობით რითიც ეს წიგნი შეიქმნა. ხელახალი სათაური ამ წიგნისთვის, როცა მეორედ რო წავიკითხე მე თვითონ და რო ვფიქრობდი რეპრინტს, ასე ვთქვათ, ფიქრობდი რომ აი სათაური შემეცვალა და რაღაც სხვა სახელით გამომეცა. თავის დროზე გამოცემული იყო ეს წიგნი ასეთი სახელით მოდელი 18-12 და როცა ფიქრობდი აი რაზე შეიძლება ყოფილიყო ეს ტექსტი კითხვისას, ანუ შემივე წიგნის კითხვისას, უცბად გამიჩნდა ესეთი ვარაუდი, რომ საინტერესო წიგნია იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა იმ სივრცეში სადაც თქვენ ხართ ფასკუნჯში, ფასკუნჯის იდეა და კონცეფცია ფაქტობრივად ამ წიგნიდან არის დაწყებული. ანუ მაშინ დაიბადა ეს ყველაფერი და წერით თერაპიის ის კურსი, რაც ჩემი პირველი კურსი იყო აქ ამ შეხვედრაზე, სწორედ იმ იდეას და კონცეფციას ემსახურება, როგორც არის ეს წიგნი დაწერილი. ეს არის ტექსტი იმაზე როგორ უნდა დაიწეროს რომანი ერთის მხრივ და ეს არის ასე ვთქვათ შლეიფი ამ ტექსტისა და მეორე უფრო მნიშვნელოვანი არის ის როგორ შეიძლება ჩაძვრეს ავტორი საკუთარ არაცნობიერში და იქიდან წამოიღოს რაღაცეები ზურგზე აკიდებული და ამოიტანოს ზევით სხვანაირი სიმბოლოებით და სხვანაირი მეტაფორებით, რომელიც შეიძლება მკითხველისთვის საერთოდ დამალული აღმოჩნდეს. ბევრს გონია რომ აი პირდაპირ ერთ-ერთში თქვა საკუთარი თავგადასავალი მაქვს აღწერილი, კიდე კაი პარლობა ღმერთლად ესე არ ვარ, ესე არ ცხოვრობ, მაგრამ სწორედ ეგ არის საინტერესო რომ ბატონო ხო, მაგრამ არის ამაში საინტერესო რაღაცა ის ნიუანსები ისეთი, რასაც მე როგორც ასე ვთქვათ, აი ინტერპრეტატორი სხვისი ტექსტებისა მივხვდი აი ამ წიგნის წერის პროცესში. ზუსტად ამას როცა ეს წიგნი იწერებოდა, ზუსტად მაშინ მქონდა ის გაცნობიერება, როგორ შეიძლება გამარჯობა. მადლობა. როგორ შეიძლება ტექსტიდან ავტორი დაინახოს, ავტორის პრობლემები თუ სიხარული თუ რაღაც ამბები, აი ყველაფერი როგორ შეიძლება ტექსტიდან დაინახოს მესამე პირმა, სწორედ აი ამ ეს გაცნობიერება მქონდა ამ წიგნის წერის პროცესში, რადგან სულ სხვა ტექსტებზე, რომელიც მე მქონდა მანამდე დაწერილი, სულ სხვა ტექსტების, ასე ვთქვათ, აღდგენა, აი როგორც ის რა ქვია, დამარკაფებული ფაილების აღდგენა ხდება ხოლმე, ხო, რაღაც კომპიუტერში, ზუსტად ესე აღდგა ჩემში ის ძველი რაღაცა ისტორიები, კონკრეტული მოვლენები, კონკრეტულ ტექსტებს დაუკავშირე და მივხვდი პრინციპს, როგორ წერთ ჩვენ თურმე წიგნებს. როგორ შეიძლება ერთი მოვლენა გადასხვაფერდეს და გამოვიდეს ხატულ ნაწარმოებში იმგვარად, რომ ავტორმა საერთოდ არ იცოდეს ის სინამდვილეში რას წერდა. აი ძალიანაც რო კითხო, მათ შორის ახლა მეც რომ კითხო, შეიძლება ვერ გითხრა ბოლომდე, ზუსტად რაზე შეიძლება ყოფილიყო ეს ტექსტი, როცა ვწერდი, მაგრამ ჩვენი ქვეცნობიერი გვიგზავნის ყველანაირ სიგნალს, ყველა ინფორმაციას გვაწვდის და ამ ინფორმაციას სჭირდება უბრალოდ სწორი თარგმნა, ასე ვთქვათ რა. რამდენი პროცენტია ქვეცნობიერიდან და რამდენი ცნობიერიდან? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერ საკმაოდ დიდი პროცენტი აქვს ამ შემთხვევაში. ცნობიერება უბრალოდ ალაგებს რაღაცა ტიპის კონსტრუქციას, ფუთავს თუ რაღაცას აკეთებს, ისე რომ ეს თვითონ შენთვის წერილისთვისვე არ იყოს ტრამული და რაღაცა ისე შემაშფოთებელი და დამაზიანებელი, ალბათ ასეთი ამბავი არის. ეს რაც შეეხება თვითონ ამ წიგნის წერის, ასე ვთქვათ, აი საწყის ეტაპს, პროცესს, როგორ წავიდა ამ წიგნის ბედი. ეს არის ისტორია ავტორზე, რომელიც ანუ ესე ცოტა რთული კონსტრუქცია არის, იმიტომ რომ ავტორი წერს რაღაცას
სხვა ავტორ, სხვა ტიპზე, სხვა მწერალზე და მე გამოდის რომ მე მგონი ერთმანეთს წერენ თუ რაღაც ესეთი ამბავია ჩახლართული ისტორია, ზუსტ კარგად ეხა ბოლომდე მეც არ მახსოვს, მაგრამ წაკითხულმა ხო. მაგრამ მაგრამ აქ საინტერესო ფაბულა საერთოდ არ არის, მე ძალიან მომხრევარ ზოგადად ფაბულის, ასე ვთქვათ, ძალიან მომწონს ფაბულიანი ტექსტები. მაგრამ გამოვიდა ეს კონკრეტული რომანი ფაქტობრივად ფაბულის გარეშე. ფაქტობრივად არ არის აქ ფაბულა, ესეთი წამყვანი დომინანტი ამბავი ფაბულა არ არის რა. თუმცა რაღაცა ხერხემალი ჩონჩხი მაინც არის, მოკლედ რაღაც პრობლემებს გაუღრბის ადამიანი, მისთვის ეს გაქცევის საშუალება აღმოჩნდება, მისთვის 64 როგორც წარმოუდგენია არის ეს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც აი ვიზას თუ მიიღებ და 64-ში უცბად აღმოჩნდები და მე აღმოჩნდება სულ სხვა 64-ში, რომელიც მას თავიდან თითქოს დაგეგმილი არ ქონდა, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ როგორც ჩვენ სიტყვებს ვისვრით ხოლმე და მე ეს სიტყვები ხანდახან სადღაც ხდება და ხანდახან სადღაც თავს მართლა გაიცოცხლებს ხოლმე, ხო? ზუსტად ეს ემართება ამ ადამიანს, ამ ავტორს, რომელიც ამ თავის ამ საოცნებო, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე საოცნებო ადგილას მიდის. მიდის ოღონდ აი ბანკებში რო ხელს ვაწერთ ხოლმე, წვრილი შრიფტით რო წერია და რო არავის აკითხული არ აქვს, ესეთ კონტრაქტს აწერს ხელს და აღმოჩნდება, რომ მონაწილეობს ექსპერიმენტში, რომელსაც ატარებენ მწერლებზე. ესეთ ექსპერიმენტს არა, მაგრამ ესეთ ტაჯვაწამებას აქ მე ვატარებ ხოლმე ჩემს კურს დამთავრებულებს, რომლებსაც ვეხმარები მხატვრული ტექსტის წერაში, ზუსტად ესეთი რაღაცა ხდება აქაც და აღმოჩნდება, რომ ამ ექსპერიმენტში საკმაოდ რთულ გარემოში მას მოუწევს წერა, არგანა ის, რომ მას უხარია წერა, მას მოუწევს, რომ რაღაცა გარკვეული ტექსტები წეროს და ამისთვის ვიღაც კონკრეტულმა ადამიანმა გამოიგონა რაღაც მეთოდი, როგორ შეიძლება ხელოვნურად ადამიანს გააკეთებინო რაღაც ამბავი, აი რაღაც სადღაც მიიყვანო. ეს თვითონ ეს ისტორია, ეს როგორ შეიძლება იძულებით მწერალი სადღაც ყავდეს და აწერინო, ეს სხვათა შორის ეს აზრი გამიჩნდა მანამდე რამდენიმე წლით ადრე, როცა გურამ დოჩანაშვილს ვიცნობდი ახლოს და კარცერ ლუქსი არა, თვითონ სხვა ამბავი იყო, მოკლედ გურამს ვიცნობდი ახლოს და გურამა მითხრა, რომ ერთადერთი საშუალებაა მივაგენიო, როგორ უნდა წერო ბევრი, ანუ ხო რთულია რომ წეროს ადამიანმა და საკუთარი თავი უნდა ჩააგდო ესე ერორის რეჟიმშიო და აი შიმშილობდა, სანამ არ დაწერდა ვთქვათ პირობითად 5 გვერდს მანამდე არ ჭამდა, არ სვამდა, თქვათ სიგარეტს ხო ეწეოდა, სიგარეტს უზღუდავდა თავს, არავის ხვდებოდა, გარეთ არ იყო, რაღაცებს აკეთებდა ესეც რომ ხო და მაშინ რატომაც ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება ხელოვნურად სხვამ გააკეთებინოს სხვა ადამიანს. ოღონდ რა თქმა უნდა გამძაფრდა ეს ამბავი, აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე, ბევრს მაგიტო ცოტა მძიმედ იღებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, ამ ნაწერს რაც შიგნით ხდება, თუმცა ლიტერატურას უყვარს ეს გამძაფრება, ლიტერატურას უყვარს ხანდახან რაღაცა ისეთი ხო, ცოტა ზევით აწევა ის ტემპერატურის იმგვარად, რომ კითხველმა უფრო კარგად გაიგოს რაღაც ამბავი, იმიტომ სხვანაირად ეს რბილად ნათქვამს ხანდახან ესე ვერ ვიგებთ ხოლმე და შეიქმნა მოკლედ ეს ტექსტი, რომელიც ეხა ხელახლა გაცოცხლდა გამომცემლობა ფასკუნჯის ქვეშ. დათო ქართველიშვილი აქ ესწრება ჩემი თანამედროვე ქართველი მწერალი, მისი რჩევით დავაწერე ინტელექტუალური პროზა, იმიტომ რომ ესეთი რაღაც მითხრა, მაშინ მახსოვს შევიკრიბეთ, რომ კითხველი არ უნდა შეიყვანო შეცდომაშიო, მოკლედ პირდაპირ უნდა უთხრა, რომ ეს თუ არ ახარ ამის კითხველი, გაანებე თავი, არ იყიდო, აი რაც იმ დიოგენეს ამბავში რომ დაგვემართა მაშინ ნურს შედაიტანჯები, ნურს მე დამტანჯავ, ნურს რაღაცა ხარ არის მარკეტინგულად რამდენად სწორია, შეიძლება უფრო უკეთესი იყოს რა და დავაწერეთ ესეთი ინტელექტუალური პროზა, ცოტა თავი დავიზღვიე რომ თუ არ წაიკითხავ ან ვერ გაიგებ, შენი ბრალია, მე ჩემ თავს აღარ ვაბრალებ, ამბობ რომ შენ ვერ გაიგე და ასე ესეთი კომფორტში აღმოვიჩინე ჩემი თავი და
სათაური შევცვალე, ხო, სათაურზე უნდა მეთქვა, ესე იგი, პროცესში მეთქი, წერის პროცესში, ჩავთვალე, რომ ამ წიგნს მოუხდებოდა ძალიან კარგად ესეთი სათაური ნარცისის ქრონიკები. მაგრამ ძალიან ყელი შეიძლება ყოფილიყო ეს სათაური, იმიტომ რომ აზრობრივად და შინაარსობრივად ხო შეიძლება კარგად ჩანდეს, კარგად აღწერდეს იმ შიგთავს, რაზეც ეს წიგნია. ეს არის ფაქტობრივად აი ეს ეხა ძალიან მოდური რაც არის ნარცისული პიროვნების აშლილობის თემა ადამიანში, მაშინ მახსოვს ძალიან გატაცებული ვიყავი ამ თემით, ბევრს ვკითხულობდი და ეთყობა ამის გავლენაც წამოვიდა. კლასიკური სახელმძღვანელოა, როგორ უნდა ამოიცნო აი ესეთი ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე, ну ამ შემთხვევაში მამაკაცი ძალიან მარტივად, აი ძალიან ადვილად. ხო, ну ეხა სტატისტიკა ესე ბოლომდე არ ვიცი, ეხა ბოლო სტატისტიკით 60-40 არის, თლათ ესე მარტივად არ არის საქმე, ქალებიც კარგად მიყვებენ. ხო, 60-40-ზე კაცები სასარგებლოდ. მაგრამ ეს სტატისტიკა ადრე იყო 80-20-ზე და მატულობს ეხა რაღაცნაირად, ხო. ხო, შეიძლება, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს ნარცისის ქრონიკები შეიძლება რაღაცა ძალიან ნამეტანი ის ყოფილიყო, ასე ვთქვათ რა. ამიტომ დავარქვი ნივთების 64, რატო ქვია ნივთების 64, რა შუაშია ნივთი, რა შუაშია 64, ამას მე თვითონ მკითხველი მიხვდება. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ აღმოჩნდებით ის ადამიანები, ვინც რომ წიგს წაიღებთ, კი არ შეინახავთ და კი არ ესე გაგრძელდება ეს ტრადიცია არ წაკითხვის, არამედ იქნებით ადამიანები, ვინც წაიკითხავთ და სულ მცირე ხა არ არის აუცილებლად ყველა წიგნი მოეწონოს. ეხა მე მაგალითად მგონია, რომ ეს არ არის წიგნი, რომელიც ყველა შეიძლება ნამდვილად მოეწონოს. მაგრამ თქვენ იქნებით ის ადამიანები, ვინც კი თქვენი ზოგ წიგნს ავტოგრაფი რა თქმა უნდა ექნება, ამ თქვენს წიგნს სხვას მაინც აჩუქებთ ისეთ ადამიანს, ვინც შეიძლება წაიკითხოს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ესეთი დიდი გამოწვევაა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, ანუ კი არ იყიდოს ეს წიგნი, ან კი არ იჩუქოს ან ასე შემდეგ, არამედ ბევრმა წაიკითხოს. სიამოვნებით მივიღებ უკავშირებსაც. ალბათ ერთხელაც იქნება განხილვაც ამ ყველაფრის, გოგოებო გამარჯობა. ალბათ მაგასაც მოვახერხებთ, უკვე ისეთი ხალხთან ერთად, ვისაც წაკითხულია ექნება ეს ტექსტი და ვინც ჩათვლის, ასე ვთქვათ, საჭიროთ რომ შემოუერთდეს ამ განხილვის პროცესს და ტექსტზე, როგორც ტექსტზე ესე ვილაპარაკებთ და მეც რაღაც ახალს გავიგებ, იმიტომ რომ სხვათა შორის რამდენიმე ადამიანმა მომცა უკავშირი უკვე ვინც მართლა დაიძრაყინ უნდა წაიკითხეს და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ნამდვილად ეს უკავშირი, ბევრი რაღაცას ამ დროს ავტორი იგებს ისეთს, რაც მას ესე ღრმად შეიძლება არც უფიქრია და ხანდახან აი ჩვენი წეღა როგორც თქვი, ჩვენი არაცნობიერი და წამოსული და მე გადათარგმნილი ქვეცნობიერით და რაღაცა მე რაღაცეებით ისტორიები უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ვიდრე ჩვენ ეს გონია. ეხლა მეც აღარ ვილაპარაკებ, წიგნზე მე მგონი ყველაფერი ვთქვი. ხო, 2011 წელი იყო, 2010-11, ერთი წელი დაახლოებით წერდი ამ ტექსტს და 2011-ში გამოიცა მე და მოკლედ აი ესეთი ბედი ჰქონდა. ხო, სხვა რა, ეხლა აქ რამდენიმე ჩემი თანამედროვე ქართველი მწერალი ესწრება შეხვედრას. ვიცი რომ ალეკოს არ წაუკითხავს ეს ტექსტი და არც აპირებს წაკითხვას და ალეკო შუღლაძე. და თუ რატო არ აპირებს წაკითხვას, ამაზე დათო ქართველიშვილი იტყვის მე ერთ-ორ სიტყვას და სხვებსაც ვთხოვ, ყველას ვისაც გექნებათ სურვილი, ვისაც გააქვთ რა თქმა უნდა სურვილი, რომ თქვათ 1-2 სიტყვა თქვენს დამოკიდებულებაზე ამ ტექსტის მიმართ, რომელიც ასე ვთქვათ, ეხლა დღეს თქვენამდე მოვიდა. ესე იგი, წიგნის დამკაბადონებელი არის ისა რა ქვია მას, ნინო გურული, რედაქტორი კახა ჭაბაშვილი, როგორც გითხარით, გარეკანი ნინო მეგრელიძე. ხო, რა მოხდა, ესე იგი, ფაილი, ორი ფაილი მქონდა, არის ერთი სამუშაო ფაილია ხოლმე და მეორე არის აი საბეჭდი ფაილი. და ეს სამუშაო ფაილი, როცა გავაკეთე და საბეჭდი ფაილად რო გამომიგზავნა ნინოს, რაღაცა შეეშალა და ისა უთხარი რომ ეს შეგეშალა მეთქი, ISBN-ი და იქნებ ჩაასწორო მეთქი და
მეორე ფაილი რომ გამოაგზავნა, ავტომატურად გადაუგზავნა ეგრევე იმ გამომცემლობას და აღმოჩნდა რომ ყველაფერი წაშლილი იყო, ვინ რა გააკეთა ამ წიგნის მუშაობისას და შემთხვევით აი მე მარიკა მამალაძემ იპოვა ეს აქ როცა გადაშალა ეს წიგნი, რედაქტორი რატო არ წერიაო მითხრა და თავში ხელი შემოვიკარი, მაგრამ ნუ ესე მოხდა, იმედი მაქვს რომ ტირაჟი გამეორდება და იქ გამოასწორებ ამ შეცდომას. კახას ხო, მოდი კახათი დავიწყოთ, კახას ეს ვიცი რომ ნამდვილად წაკითხული აქვს, იმიტომ რომ გამომიგზავნა რაღაცა შენიშვნები და მას აქვს ეს წიგნი წაკითხული და მოდი ჯერ იმ ხალხს გამოვიხმობ, ვისაც უკვე წაუკითხავს და ვისაც შეუძლია ორიოდე სიტყვა თქვას. კახა ჭაბაშვილი წიგნის რედაქტორი. ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში მიულოცავ გურამს დაბადების დღესთან ერთად წიგნის დაბადების დღეს, ბესოს ასევე სამი იუბილეარი ყავს, სამი წიგნი, გურამი და ბესო. ბესო ხვედელიძე. რაც შეეხება წიგნს, ეს წიგნი მინიმუმ 3-ჯერ მაქვს წაკითხული. 3-ჯერ რატო? ძალიან გამახარა გურამმა, როცა მთხოვა მისი წიგნის რედაქტორი ყოფილიყავი, წამეკითხა ეს წიგნი. პირველად წავიკითხე როგორც მკითხველმა, ჩვეულებრივმა მკითხველმა ყოველგვარი რედაქტორის თვალის, ყოველგვარი რაღაცა ჩაკირკიტების, ჩაძიების, გამოშიგნის, მოშიგნის, დაშენების, მიშენების და ამ შემდეგ. როგორც მკითხველს დამშეს დაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ტექსტი. ეს არის რაც აწერია, მაშინ არ იყო ამ სახით და არც ინტელექტუალური პროზა არ ეწერა და ინსტანს დავფიქრდი, რომ ეს ყველასთვის არ არის. აი ეს თუ არ ვწდები ტრამალის მგელშია, ხო ყველას არ შეესრულება რა, იმ თეატრში, მაგიურ თეატრში ყველას ადგილი არ არის. არა იმიტომ რომ ადგილები არ არის, უბრალოდ არ არის აქ შენი ადგილი და მოდი არ შემოხვიდე. რაც გურამმა თქვა აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა ერთი პატარა კორექტივით. და რა კორექტივით, რომ ჩვეულებრივმა მკითხველმაც რო წაიკითხოს, არაფერს არ დაკარგავს პირიქით. დოჩანაშვილს გავიხსენებ, პატიოსან ქიმიკოსაც კი ფიზიკოსაც არ აწყენდაო, იმ კარცელუხში ჩამჭრდოვაო. და წაიკითხოს, ძალიან ბევრი საინტერესო დაძაბული მომენტებია, ძალიან ბევრი ის რაც დღევანდელ საზოგადოებას მოგწონს ძალიან. რაღაცა გაწევა, გამოწევა, სისხლის ღვრა, იქ ხელის მოჭრა, თვალის ამოთხრა, რაღაცა ნასოსის თავში ჩატყმა. ეგეც არის ნასოსი არ მოგწონს. კი. ნასოსი არ მოგწონს. ნასოსი არა. არა, გამგებ მაგაიკო. ხო, მოკლედ მე ვიტყოდი რომ ეს ნაწარმოები არის რამდენიმე პლასტიანი რა. ანუ შეუძლია წაიკითხოს აი რუსთველსა ძალიან კარგად რა. ვისაც მარტო სალაღობო ლექსი უნდა და მარტო უნდა იმიტომ რომ გაერთოს, სიამოვნებით კარგად გაერთობა. ვისაც უნდა რომ რაიმე იქიდან ფსიქოლოგიური წამოიღოს თუ ფილოსოფიური წამოიღოს თუ წიაღშლა გააკეთოს თუ ჭერვალზე ავიდეს თუ ჩამოვიდეს იქიდან, იმისთვისაც ძალიან სასიამოვნო და კვლაეამების, საკაცაეამების და იქაციამების მერე. და რაც შეეხება გურამ ის ბედი რაც დახვა შენს წიგნს და რაც შიგნით ხდება მოქმედება და ყველას მიულოცავ ვისაც ჯერ არ წაუკითხავს პირველად წაკითხვის სიამოვნებას ზუსტად ის არის რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, რასაც ყოველ საღამოს ვისმენთ თუ უყურებთ საინფორმაციო გადაცემებს რა. ოღონდ ცოტა განსხვავებული რაკურსით აქვს მწერალს დანახული ეს ყველაფერი რა. იგივე აბსურდული სიუჟეტი ხო? არ ვიცი რომელი ერთი გავიხსენო, არ მინდა თავი მოგაბეზროთ ამ გახსენებით. ის რაც ყოველ დღე ჩვენთან ხდება რა. მილიონი ბოჯიშვიხტი და თლად საღ ჯანზე და გონებაზე ვერ მყოფი ადამიანი შეიძლება მეც ეგეთი ვარ, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ, თუმცა დღეს მე და მეუღლე რომ მოვდიოდით ერთმა ძღოლმა მაგინა და რა ქვია, თან აი ესე გვერდ მივდიოდით რა და რატომ მაგინა მე მგონი თვითონაც არ იცოდა რა. მეოდნა მანქანა წინ წავწიე, ოღონდ იმის გზაზე არა, ჩემ გზაზე წინ წავწიე. ამომიდგა გვერდში და მაგინდა. და მე უყურებდი ღიმილით და მეუღლე მაგერზის, მეუღლის გავაცემული მიყურა. რატო არ შეაძლო, რატო უნდა შევაპასუხო და ღიმილით რო უყურე, ეს ტიპი დაიბნე, ესეთი მიყურებს იქიდან და ბოლოს რა გაეკეთებინა, რომ უკვე მაგინდა, გამლანძღა მეტი რაღა უნდა ეკნა, ანუ წავიდა თავის გზაზე, მეც წავედი ჩემ გზაზე და აი რაზე მოვაყოლე ეს ყველაფერი რომ პერსონაჟები გურამთან ზუსტად ანალოგიურად ხო
ყველას თავისი გზა აქვს, ანუ ის რო კი ერთი მეორეს კვეთს მაგალითად, ხო, იქ რაღაცა ამან რო ეს აქციელი, ამან რო ეს წერა არ გააგრძელოს, იქ რაღაცა მოხდება, ხო, არ იმას ვიზავ, წინასწარ არ მოგიყვებით შინაარს, მაგრამ მოკლედ ძალიან საინტერესო და ნუგბარი გემრიელობა რა, აი რომ ჩაახრამუნებთ, ანუ ვისაც ხრამუნი მოწონს ჩაახრამუნებს, ვისაც უფრო ნელ-ნელა გურმესავით დაგემოვნება უნდა ის ნაწილ-ნაწილ გადაიღებს. მოკლედ წინ გელოდება ძალიან დიდი სიამოვნება და ის უკვე აღნიშნე ხო, ვისაც მოკლედ ვინც რა დონეზე ვართ, მოდი მე დაბალ დონეზე დავრჩები და ერთი კი ვთხოვე გურამს, რომ იქნებ მეთქი ეროტიკული მომენტები ცოტა გაამძაფრო. არა, ყოველგვარი იმის გარეშე ესე იქნებოდა ერთგვარი საფანელი, რომელიც მოეყრებოდა ამ ნაწარმოებს და არ ვიცი, არც ჩათვალა საჭიროდ, შეიძლება დრო აღარ ქონდა იმისი, მე ნეპალში წავიდა, მე იქ ნეპალში ეროტიკა ცოტა ალბათ სხვანაირად ჩანს იქიდან ეროტიკა და ერთადერთი შენიშვნა არა, მე რასაც უგზავნიდი გურამს უწერდი იქ, ძალიან კარგად ახსოვს, ეს ჩემი მოსაზრებაა. გინდა გაითვალისწინე, გინდა არა, რაღაცა ნაწილი გაითვალისწინა, ეს ეროტიკა არ გაითვალისწინა. მე ეროტომანი არა ვარ, მაგით არ ვამბობ, მაგრამ კარგად მოეყრებოდა, იმიტომ რომ სხვა სცენები ძალიან მძაფრად აქვს აღწერილი, ძალიან შიშვლად, ძალიან კარგად და გემრიელად და ამ კონტექსტში, არა, ესეც აღწერილი აქვს, მაგრამ მე მინდოდა უფრო მძაფრად და უფრო რაღაცა ჩაბღაუჭება, რაღაცა სურათის მოქნევა, ჩარტყმა თავზე, აი ესეთი რა, რაც პირველი კატეგორიის მკითხველისთვის იქნებოდა ძალიან გემრიელი. ანუ ის, ვისაც ინტელექტუალური თემა ცოტა ნაკლებად აინტერესებს. მაგის თქმა მინდოდა, მაგრამ დავფარე და დაველოდე და ახლა კი ბატონო, ჩვენს ძალიან გაინტერესებს. მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავ წიგნს, ულოცავ გურამს, ულოცავ ბესოს და ბესოა მეორე რიგში. გილოცავთ ყველას თქვენ. მადლობა. ბატონი ბესო ხვედელიძე, თანამედროვე ქართველი ავტორი. ეს არის ბესოც 18-იანი, ეს ჩემის 18-იანი რო ამოვე, ჩვენზეა. რა თქვა. მოგესალმებით. ორმაგად სასიამოვნო არის ეს. მოას შენ მაინც მოას არ სამმაგად. საკითხო მოას არის. მოყვები მაგაზე ყველაფერს, ან ისეთ სიტუაციაში ვარ ახლა. ის გამახსენდა ის ისტორია, ერთი კლასელი მყავდა, რომელიც ძალიან ცუდად სწავლობდა და მე კი ძალიან ცნობილი ადამიანი გახდა. და იმ პერიოდში სულ დედამისი ბარებდნენ ხოლმე მშობელთა კრებაზე რა და ეს ადამიანი ვერზე მოქმედებდა ამ ბავშვზე, ეს ბავშვი ურევდა, არაფერს არ სწავლობდა, რაღაცა მხოლოდ თავისი ნიჭიერებდი გაქონდა თავი და ურთიერთობაშიც ჩვენიერად ზმაკაცობდით. ხო და ამ დედამ რო გადაირია და მოკლედ ბევრჯერ უჩივლეს ამ ბავშვის ქსელებზე და სულ მშობელთა კრებაში ამ ქმარს უთხრა რომ ერთხელ შენ წადიო რა მშობელთა კრებაზე მამას. და ეს კაცი ძალიან ცნობილი ადამიანია, ცოცხალია დღესაც თბილისში, კერძოდ ვერაზე და თავის მაკაც მოკიდა ხელი წაუმყევიო რა დილას ერთ-ერთ შაბათს მშობელთა კრებაზეო და ორივენი არიან, მაგრა ისა რა ქვია, მაგარ პახმელია რა. და მშობელთა კრებაზე უნდა მივიდნენ. და მივიდნენ და ეს მასწავლებელი მოყვა მოკლედ ამ ბავშვზე რაღაცა და რაღაცებს ყვება და დაინახა, ნუ იცის ეს მამა აქ არის და მოუხმო ამ მამას რომ გამოდიო ეხაო შენო სიტყვითო შენ შულზეო რაღაცა თქვიო. ის მაგაციც იქვე ზის რა და ეს გამოვიდა ესე და ესე იგი და ვერ იწყებს მოკლედ რა. და ეს მაგაცი ეგრევე მიხვდა რაც უნდა იქნა რაღაცა და გაიხედა გამოიხედა და დაინახა საფერფლეიდო და მიაწოდა და იმან აიღო საფერფლე და ეხლა კიო გურამ წიგნი მომაწოდე. ხო გაგიმსოთ ბარემ. მოკლედ ესე უფრო კარგად გამოვიყურები. გურამის წიგნია, მე და გურამი ერთ დღეს ვართ დაბადებული, უბრალოდ მე უფრო ხანდაზმული ვარ. მეტი გარბელი. ძალიან მე სიამოვნა რომ ნინო გურულის ის არის რა ქვია დაკაბადონებული ეს წიგნი. კი ბატონო. გამგები გაიგებს. ხო. და ეხლა ისა რა ქვია. რა მინდოდა მე თქვა. ხო, ლიტერატურა მოგეხსენებათ ეხლა როგორი ძიმე, ძნელი და ისეთი დარგია. დაჩაგრული კი არ ვიტყოდი უფრო აი ღრმა და ну მოკლედ აღარ ვიცი დიდი რამები არ გიდა აი ნახაც იყიდი დაკიდებ და ცხოვრებაში ალბათ 1 მილიარდჯერ შეიძლება შეხედო რა მუსიკას რაღაცას ჩაწერთ მოусვენ მე კიდე მოусვენ იმნეჯერ მაქვს მოსმენილი რაღაცეები
რა ვიცი მე და წიგნი ახლა ერთხელ წაიკითხა რავი ვეფხისტყაოსანი ვის რამდენჯერ აქვს წაკითხული ან რაღაცა წიგნს აი ისა აქვს იჩაგრება ვთქვათ ასე ვთქვათ რომ ერთხელ წაკითხვა ჭირდება ძალიან ყურადღებით და ძალიან დაკვირვებით ხო და გურამმა მე ვიტყოდი შეიძლება თვითონ არ იცის მე ახლა მე ცოტა სხვანაირი მკითხველიც ვარ ხოლმე იმიტომ რომ ბევრი კითხვა მიწევს და მე იმ კითხვის სწორება მიწევს ხოლმე და რაღაცა რჩევების მიცემა მიწევს ხოლმე ვისი დაწერილიც არის და შეიძლება თვითონ მწერალმა ვერ შეამჩნიოს არ უნახებია გურამს ეს წიგნი ჩემთვის როცა აკეთებდა და ალბათ გურამაც არ იცის რომ აქ აქვს შეიძლება ითქვას მე არსად არ ვიცი ეს რა უნიკალურ მიგნებას ადგილი ამ წიგნში რა ეხლა ამაზე დავწრუვანდები რა უნიკალურ მიგნებაზე აქვს საუბარი ცისფერი მთები რო გავიხსენოთ მისი ფილმი არ ვინა ის მოთხრობა ნუ მოთხრობაც მაგრამ ფილმი რო გავიხსენოთ სოსორო გურამი ყოფილიყო და იქ რომ ისულიყო იმაში რა ქვია თავისი იმის გამოსაცემას ვაჟა ზაზაევიჩთან ამ წიგნის საკითხვისას ვაჟა ზაზაევიჩს საკითხისას რა გადაშლისას გადაფურცლისას ალბათ ეგეთი კითხვა გაუჩნდებოდა და ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტურიც რომ რა თუნდა რომანს სარჩევი რომელიც არის თავში შეიძლება ვიღაცამ ეგეთი კლაუზნიკმა ადგეს და მართლა იგეთოს რომ რა თუნდა რომანს სარჩევი აბა დავფიქრდეთ რა თუნდა რომანს სარჩევი რაღაცა რო იყო რა რომანში და წაიკითხე იმის მერე კიდე თუ თავიდან როგორ უნდა წაიკითხო ხო და გურამმა არ იცის ახლა რა გააკეთა ამან მე რო დავიწყე ამის კითხვა მივხვდი რომ აუცილებლად ჭირდებოდა ამ წიგნს სარჩევი და ახლა ახსნი რატო ჭირდება ამ წიგნს სარჩევი და ნახავთ ახლა მე კიდე სხვანაირად გაგაცნობთ ამ წიგნს და საერთოდ არა რო გადაახვიო არა ეს წიგნი ახლა მე რო ვკითხულობდი მე კიდე მაგ რა ვიცი ახლა ხო წერ და კინოსთან მქონდა აი ისეთი შეხება რაღაცა წლების წინ რაღაცა დაამთავრე იქით სასცენო რაღაც იმასთან და ეს წიგნი რაღაცა შაბჟლება რჩებოდა ეგეთი გუმანი მიღრნი და რომ კინოსცენარად იყო ადრე დაწერილი და ან კინო იდეა იყო რაღაც ეგეთი რომ ვინოს გადაიღო და რა კინომა გადაიღო ერთი დატა იღებს აქ მარტო თელ საქართველოში მეტი კაცშვილი არ ვიცი მე და ხო და არც არის საშუალება სად არის კინოს გადაღების ისა რაღაც მაქსიმუმი გაიჭიმო მე ხო ვიცი მაგათი ისა რაღაცას გადაიღებ ერმალო მაღარაძე რო იღებდა ჯიგარი რაღაცას და ხო და მე დრო რო გავა ხო და მიწევდა ხოლმე ურთიერთობა ვიღაც ფონდების უფროსებთან ახლა იმათ რას წააკითხებ ეს არის ძალიან მაგარი კინო ყველაფერთან ერთად რო კაი წიგნი რომ იგაქ დასაფინანსებლად იმის და იქ უნდა მიიტანო აი სარჩევის უყურეთ როგორი რაღაცა აქ მაგიური ის აქვს სარჩევი თავიდან ბოლომდე უყურეთ პოეტური ხმით გაიხსენეთ ვინმე შოთა იათაშვილის იმითი რომ წაიკითხო სარჩევი ეს ხაზები რომ გამოტოვო ნახეთ რა მაგარი ის გამოდის რაზეა ეს წიგნი უყურეთ ეს წიგნი იმაზე ეს წიგნი ეს ის წიგნია სადაც ყვავილების მიხედვით მონაწილეები ქმნიან ამ ნაწარმოების ავტორის პორტრეტს სადაც წერალი პროექტის მონაწილეებს აძლევს დავალებას როგორ უნდა მოიფიქრონ სიუჟეტი და ნაწარმოების სათაური პროექტის მონაწილეები ცდილობენ შექმნას ნაწარმოების პროტაგონისტის მოკლე აღწერა სადაც ავტორი დავალების არასწორად შესრულებისთვის შენიშვნას აძლევს მონაწილეებს და უხსნის როგორ უნდა დაწერონ ნამდვილი მონახაზი ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირისთვის და რომ მშობლებისა და წინაპრების გარშე გმირთა გაცნობა სრულყოფილად ვერ მოხერხდება სადაც ავტორი თამაშით გაერთობა და მთავარი მოქმედი პირის შექმნას განაგრძობს სადაც მონაწილეები ცდილობენ დიალოგში მოკლედ ამაზე ესე რომ წავიკითხე მივხვდი რომ წიგნი წავიკითხე თავიდან ბოლომდე იმ ვიღაცა ფონდის უფროსის თვალი ნელა მესაუდა ვისაც ეხა ხო მეთქი ისა ძალიან ის არის. დათა ისო წაიკითხო სინოფსისია თავიდან ბოლომდე დაწვრილებით რა არის, სად რა ხდება რომ აი ეს რომ მიყვეს ყველაფერი გასაგებია, ზარმაც ვკითხოს რა უნდა ეხლა მე ამასინა ჩამწერა გურამმა და იქ თქვი რომ წიგნს ყიდულობენ და მიაქვს და მაქვს შენი წიგნი და გადაშლილი არ აქვს უდევ ბამბან ერკასავით და აგერ აი ორი გვერდია ორ გვერდში წერია ყველაფერი ამ წიგნში რაც ხდება. ამდილი კითხველი ეს ხაზები არ უნდა დასაბნევად არის მე მგონი ეს გაკეთებული ეს ხაზები და ხო ანუ რას ვამბობ აი ეს კინო იმითი დავინახე მეთქი რომ ძალიან ძლავრი ისეთი მოშნი რაღაც აი ჰოლივუდი და კიდე ზემოდან რაღაცები რომ დაუმატო ის რომ ხელს რომ მოკიდებდა და აი ეს სინოფსისი აი საშუალებას იძლევა ხა თვითონ იმას რაც შეეხება მე ძალიან მაინტერესებს გურამს კითხო რომ რამე თუ აქვს ცხოვრებაში პირველ პირში დაწერილი სქელი ნაწარმოები სქელტანიანი სქელტანიანი არა
ხო. ცოტა. მოგეხსენებათ მესამე პირი არის როცა წერ სხვაზე, პირველი პირი არის როცა წერ მეზე. ძალიან მაინტერესებს გურამის დაწერილი მეზე აი მხელა რაღაცა. იმიტომ რომ ეხა ისეთი ის არის, რა ქვია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რა ძალიან მაინტერესებს ხოლმე, იმიტომ რომ ეხა 18 დეკემბერსაა დაბადებული და ძალიან ბევრი კვეთები გვაქვს. ეხა ნეპალში ვიყავით ერთად. ხო, მე რომ ხო, ძალიან გამიგრძელდება ეხლა წამოვალ. ხო და მოკლედ რა მინდოდა კიდე რაღაცა ხო კიდე რატო უნდა წაიკითხოთ კიდე რა გურამი რატო უნდა წაიკითხოთ ეხლა აი ეს არ ვიცი სადმე ვინმეს თუ ოდესმე უთქვამს ამაზე თუ ლაპარაკია ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის ისა რა ქვია რა რო თქვა ხო მაგაზე და პროზა აი ეს ქალებს არ ეხებათ ქალ უმწერლებს და იმებსთან ოღონდ პოეტებს და აიზღია თავი. ხო. უკან ხედავს. მეჩო. ეხლა უცებ აქვს რა შეასახმე რა და მე ძალიან მაწუხებს ერთი ბოლო 30 წელიწადია ეგ ხდება და მე იქიდან გადავთვალე და გადავხედე წინა ეპოქებს ლიტერატურულ ქართულიცას მივხვდი რომ იქ ცოტა ეს ბალანსი დაცული იყო რომ გურამი ხო თვითონ როგორც პიროვნება თვითონ წიგნსაც ეთყობა ყველა წიგნი ამ ხელს ავტორის იმას ვინაობას კი არა ვაფშე ვინ არის რას ფიქრობს სადვანაობს რა უნდა რა საწובה ყველაფერი წერია ხოლმე იმ რაც არ უნდა დაწეროს ხა რაღაციდან თუ არ გადაიწერა ის წერია ხოლმე იმ წიგნში ხო და და თვითონ გურამის ახლა ურთიერთობთ ხო აქ ფასკუნჯია იქ ის არის მეგობრები ხართ ვიღაცა მოკლედ გაქვთ კონტაქტი ადამიანთან რა არის ძალიან აი ვაჟებშალო რო იყო და კაი ყმა ასე ვთქვათ კაი ყმა ეხლა რას გულისხმობ კაი ბიჭია რა მოკლედ რა და ამ ბოლო დროს კი არა რა ვიცი მე რა და აი ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების ნაწერი ვინც მართლა აი თავისი კაი ყმურის აქციელით თავისი კაი ბიჭობით თავისი ისეთი რა გაგებით ნორმალურად ჩამოყალიბებულია და ასე ვთქვათ რაღაცა მათი არის უფრო საინტერესო რა რას ფიქრობენ როგორ ფიქრობენ რა არის უფრო აი მიიღება სიტყვასთან აქვს საქმე რა და სიტყვა ერთისგან არისო და ამ სიტყვას ძალიან ისეთი მოფრთხილება და ისეთი ისჭირდება და ნებისმიერისგან წავიდნენ და ხო კი ბატონო აბარა ზაზა თუ არაზე თუნდაც ხო და ვიღაცა ბიჭო სახში სიტყვა არ გეთქმის ოჯახში სიტყვა არ გეთქმის კორპუსში სიტყვა არ გეთქმის ეზოში სიტყვა არ გეთქმის უბანში სიტყვა არ გეთქმის და რაღაც გენიტალიას გეძახიან ხო და რატო წადი თარგმნე რაღაცა ის გააკეთე რაღაცა რაღაც იმას მიადექი და ისა რა ქვია წიგნებს რა რომ აი ეს არის რა ადრე აი წერტელი ილე ჭავჭავაძე ვაჟებშევა კაი ბიჭები იყვნენ ეგენი და იქ მაგ თაობაში კიდე იყვნენ ვიღაცები რომელიც ვასაერთოდ არ დარჩნენ იმიტომ რომ არ ქონა მე ენერგია აქ წიგს აი როცა ეგეთი წერს და როცა აი ესეთი მაგთმა მოშნი ტიტანი წერს რაღაცას ის წიგნის ვიბრირებს მართლა ვიბრირებენ ეხა ის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და 60-ელი პირველი და რაღაცები არის ჩამოთვლი აგერ ალეკოს რაღაც ისა კიდე ვიღაც ქართულო ხო და ვიბრირებენ ხოლმე ხო და ყველას ურჩევ ხა მე რეკომენდაცია ნუ კაია რა კურთხე ინიციაცია ეხლა ასე ვთქვათ და უწევ ძალიან ისა რეკომენდაცია ძალიან საინტერესოა ნუ აი თქვი რომ კიდე უფრო მინდა რომ ეხლა საჩუქარი წამოულე სად ჩემი ის მინდა რომ აი ეს კაი ამას წაიკითხავთ ყველანი რა და ვინც არ წაიკითხავთ და გეზარებად და მართლა ისა ეს პირველი ორი გვერდი წაიკითხეთ მე მოყვებით ტელევიზორშიც კი მოყვებით სიუჟეტში რაზე ეს სიგნი და იქ იმჟელებთ რომ და უყოლ წერია ხო და ჩემი ერთი წამით საჩემი მაინც წამეკითხავ წინ არის ყველაფერი აბასობაში ბესოს მიულოცოთ დაბადების დღეს დღეს დავლოცავთ პერფორმანსი ჩაატარა ბესომ როგორც იცის ენერგიულად სულ ამბობ ხოლმე რომ მეთქი მე და ბესო ხო ესე ვარ და მე ვარ ტომსოი მაინც ერთად მე უნდა მე ვარ მეთქი ტომსოიერი და შეხარ ჰეკლბერი ფიდი ეს წესიერია ეხლა ვაფუჭებ ნეპალში მყავდა მე კიდე გიწავა მე ჩამოგურამოთ შემოხეული ჯინსებით და გზელით გურამ ეს გამოგიგზავნეს იქიდან მადლობა რა ქვია ოლიმპოს მთიდან არის შენ თვითონ მე მიხვდები შენ როგორ უნდა აწყო და რაღაც არის ეს არის ნამდვილი მწერლის ისა მელნით რო ისება და ესეთი ხო და ორი ექნება ორი იწუწკლება მელაწყება დიდი მადლობა ისეთია მე გავხსნათ ეხა აქ რო არ დაიპყრეს და გისურვებ რომ ამ კალმით აი ეს არის შენ დღევანი ისხმება და ისა აქ რა პერო და ამ კალმით დაგეწეროს აი ეს რაღაცა რასაც მე ველოდები და რაც
ამ წიგნს კიდე უფრო გააგრძელებს და წინ წაიყვანს და მე კიდე ის გურამს რამდენი 45-ის გახდა თო 45 წელი დღეს ბეზაბადების დღება 45. ხო 45-ის გახდა დღეს და 45 მაინტერესებს ისეც ხო საინტერესო მასწია რომ რაღაცეები პირობებში აბა მომიყევი ერთი თუ მაგარი ხარ ახსარება დადე მხატვრული ხო და მე კიდე უფრო ეს არის პირველ პირში დაწერილი ჩათვალე მესამე პირში აღარ პირველ პირში ხო არა ისეთი ნაღდი შენზე პირველ პირში აი ესეთი გულიდან ამოჩიჩქნილი და იქიდან ელენთიდან ამოღებული ესეთი ნაღველი გამოიღე და მე აი მე კალამი დაგეხმარება ეს ნაკურთხია დიდი მადლობა და ამ წიგს კიდე ხო გზადამბილოცია მადლობა ხა მართლა რუსულ და რაღაცას ვიტყოდი მაგრამ საფერფლეც არა გაიხარეთ თქვენი ბესოხებელი მადლობა ნამასტე დიდი მადლობა აი ამ წიგნის გარეკანის დიზაინერიც მოვიდა რომ წეღა რომ ვახსენეთ მობრძანდი შენს ხო არ იტყვი ერთო როგორ მუშაობის პროცესში როგორც ერთი ჩეპე მოხდა წეღარ მომბობდი და შენ არის ბერე გეტყვი მაგას აი ამ წიგნის გარეკანი მინოს შექმნილია ძალიან ესე რუდუნებით იმუშავა რაღაცნაირად ესე და მე მგონი მოუხდა 64 სადაც აი რაღაცა 64-ის ყველაფერია თითქოს და ის კონცეფციაც რაც იყო ამ წიგნზე ჩანს ხო არ იტყვი რამე ხო აი ბაში მე ცალკე ვის აქვს სურვილი რომ თქვას კიდევ რაიმე ვისაც აქვს საკითხული აი დათო ქართველიშვილს ხედავ დავით ბაჩათ დავით ქართველიშვილი წერა მეგობრებო მოგესალმებით მე სულოცავ ბესოსაც დაბადების დღეს გილოცავთ ორივეს ეხლა რახან კაი ბიჭის წიგნზე ვლაპარაკობ ცოტა ფრთხილად ვიქნები და მოვზომავ ესე რომ რამე არ შემეშალოს და დგას არავინ რყა ესე მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვით მე მინდა ეხლა თვითონ წიგნზე ვილაპარაკო უფრო მეტი ვიდრე გურამის პიროვნებაზე იმიტომ რომ წიგნის გამოვართ აქ ძირითადად რა ეხლა ამ წიგნში მთავარი ჩემთვის არის დაწერის თარიღი მეგობრებო დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რომ ნებისმიერი წიგნი არ იქნება მარტო რაღაც ინდივიდუალური გამოცდილებით არამედ იქნება კონკრეტულ დროში კონკრეტულ დროს აქვს თავისი მოთხოვნები ეს წიგნი არის დაწერილი იმ დროს როდესაც ქართულ ლიტერატურაშიც და ზოგადად ლიტერატურაშიც დაისვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს უკვე აქტუალური შეიძლება ისე აღარ არის უსამართლოდ სხვათა შორის, მაგრამ ჩემთვის დღემდე ძალიან აქტუალურია. როგორი შეიძლება იყოს რომანი? ანუ როგორი შეიძლება იყოს რომანის არქიტექტონიკა და სტრუქტურა. იმიტომ რომ თავარი რაც არის თვითონ პროზას და ამბის მოყოლის ხელოვნება, სიმხელა ტრადიცია აქვს, რომ თვითონ ამბავი ამოწურული ამბავია. ანუ ამბავი დასრულებულია, ვერაფერ ახალს ვერ მოიგონებ, შეიძლება ვარიაციები აკეთო, არის უკვდავი რაღაც სქემები, რომელსაც შენ ესე ატრიალებ, დაუშვათ უძღები, შვილია, ესეთი რაღაცეები. მაგრამ დრო ცვლის გამომდინარე იქიდან, რომ დრო არის და უნდა შეცვალოს და ერთადერთი დასტური დროის არსებობის ზუსტად ის არის რომ იცვლება თუნდაც ფიზიკურიდან გამომდინარე გარემოთ დამთავრებული დრო აყენებს მოთხოვნას რომ ამბავი იყოს მოყოლილი განსხვავებულად ვიდრე ესექამდე ხდებოდა სწორედ ამიტომ ურჩია რომ დაარქვი ინტელექტუალური პროზა ამ წიგნს არა ამბიციურად არა აბსოლუტურად არა უბრალოდ იმიტომ რომ იყოს თავიდანვე მინიშნება რომ ეს არ არის საერთოდ ტრადიციულ თხრობას მე ვეძახი დიკენსიანას იმიტომ რომ ადვილია ხა ჩარლზ დიკენსი ყველა მიცის და აქედან გამომდინარე ვეძახი დიკენსიანას ანუ დიკენსიანა ჩემთვის არ არის საინტერესო იმიტომ რომ რაც არ უნდა მოყვე ეს ამბავის განვითარება ამის არქიტექტონიკა დაალაგება არის უკვე ძალიან გამოცდილი ძალიან ადვილი და ამიტომ ძირითადად ამას ჩვენ ვეძახით კომერციულ მეინსტრიმულ ლიტერატურას, სადაც თხრობა მიმდინარეობს ზუსტად აი ამ დიკენსიანის პრინციპებით. და ის რაც არ არის დიკენსიანა, ის თავისთავად არის ექსპერიმენტული ლიტერატურა და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ექსპერიმენტი არის ინტელექტუალური თავისთავად, იმიტომ რომ გონება უნდა ჩართო, რომ შენ დაინახო ეს სტრუქტურა. ზუსტად ამიტომ არის ეს წიგნი საინტერესო. ეხლა რატომ არ წაიკითხეს თავის დროზე ეს წიგნი? ეს კარგი შეკითხვაა სხვათა შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იყო მოსული და წიგნი იყიდეს, ხო. მე მაქვს ამაზე ჩემი ვერსია საერთოდ რა, რომ ეხლა თუ გადავალ 15 წლის უკან ალეკომაც დაწერა ექსპერიმენტული რომანი სამსარა ერქვა, ხო? ისიც არავინ არ წაიკითხა ის რომანი. მეც დავწერე ახალი წიგნი ერქვა, კიდე ცოტა უფრო ადრე, ისიც არავინ არ წაიკითხა. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდხანს გავიზარდეთ და გვასწავლეს, რომ ტექსტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი, ლექსი შეიძლება იყოს ასეთი, რომანი შეიძლება იყოს ასეთი, მოთხრობა ასეთი. იმიტომ რომ გავიზარდეთ საბჭოთა კავშირში. და საბჭოთა კავშირში მოგეხსენებათ რთულად იყო საქმე და ყველანაირი ექსპერიმენტი, რომ არსებობდა ლიტერატურაში, ამას არ შეიძლებოდა დარქმეოდა ექსპერიმენტი. თუ ეს იქნებოდა ფორმალიზმი, მაშინ ის ავტომატურად ვერ დაიბეჭდებოდა. ამიტომ ყველაფერს ერქვა რეალიზმი. და ყველა წიგნის ანოტაციაც იყო ესეთი. წიგნი მოგვითხრობს სიკეთეზე, პატიოსნებაზე, როგორ უნდა გაიტანოს თავი ადამიანმა, როგორ გადალახავს სირთულეებს და როგორ გაიმარჯვოს ბოლოს. მე წაიკითხავდი წიგნს და საერთოდ არ იყო ის წიგნი ამაზე, მაგრამ ეს იყო ტიპიური ანოტაცია. უნდა ქონოდა წიგნს, რომ დაბეჭდილიყო ვიზა მიეღო. შემდეგ ვითარება შეიცვალა. მაგრამ არ შეცვლილა მკითხველი თავისთავად. ანუ ყველაზე რთულად ვინც იცვლება აი ამ პროცესში, ხო, ეს ორი ადამიანის ურთიერთობაა პრინციპში, ავტორის და მკითხველის. ვინც იცვლება ყველაზე რთულად, ეს არის მკითხველი. აქედან გამომდინარე, ხა ეს წიგნი და ეს რომანი პირველ რიგში ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც წერს, სურს წერა, ანუ ლიტერატურას გარკვეულწილად უყურებს პროფესიონალის თვალით. რომ ამ ყველაფერში რაღაცის მიღწევა უნდა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, უნიკალური ვერსია, ეს არის ერთ-ერთი ვერსია, როგორც ნებისმიერი წიგნი, როგორც ნებისმიერი მწერალი არის ერთ-ერთი ვერსია ლიტერატურის და ძალიან საინტერესო ვერსიაა. არ ვიცი, დღეს ახლა ამ წიგნს წაიკითხავენ თუ არა, მე ვერ მოგცემ მაგის, ვიცი დაბადების დღე გაქვს და რაღაც კარგი რაღაცები უნდა გითხრა, მაგრამ მაინც ვერ მოგცემ მე შენ მაგის გარანტიას, რომ ამ წიგნს ახლა დიდად ხო, დაბადების დღე გაქვს, მაგრამ მაინც სიმართლე მიშელია რომ გითხრა. არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც ლიტერატურა აინტერესებს როგორც რაღაც თავის საქმე. ანუ ის რაზეც ფიქრობს. ანუ ხომ არსებობენ რაღაც არის ესეთი გამოთქმა, საერთოდ აი მაგალითად კომედიაში არის, რომ კომიკოსების კომიკოსია. ის რომ დაუშვათ შეიძლება აი 20 კაცი იყოს და ყველა კომიკოსი იყოს და ყველას ძალიან მოწონდეს, მაგრამ გავიდეს თეატრში 2000 კაცთან და ვერავინ ვერ გაიგოს იქ რაზეა თვითონ ეს ხუმრობა ან რაღაც. ასევე არის წიგნებიც. არსებობენ მწერლების მწერლები და არსებობენ ხალხის მწერლები, სახალხო მწერლები. ეხლა ყველას უნდა რომ თან მწერლების მწერალი იყოს და თან სახალხო იყოს, მაგრამ ეგრე არ გამოდის სამწუხაროდ. ან იქ ხარ, ან იქ ხარ. სამწუხაროდ ეგრე არ გამოდის. თორემ დიდი სიამოვნებით. თუმცა თვითონ ეს გურამის წიგნებს შორის ეს წიგნი მაინც ყველაზე განსხვავებულია. იმიტომ რომ უფრო მანიფესტია, ესთეტიკური მანიფესტია ჩემთვის, ვიდრე ხატრული ტექსტი. ანუ უფრო ესეა ჩემთვის, უფრო მოსაზრებაა ეს ყველაფერი, რას ფიქრობს კონკრეტულად გურამ მეგრელიშვილი ლიტერატურაზე და როგორ მიაჩნია მას, როგორი უნდა იყოს თანამედროვე რომანი. რა თქმა უნდა, ეხლა იქ არის, რომ სახალხოობის სურვილიც არის და რაღაც სიუჟეტზეა ეს აგებული, როგორც ყოველთვის ხდება ასეთ მომენტში. საერთოდ მე როცა ვფიქრობ, არ ვიცი, რამდენად უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო სიუჟეტი და უშუალოდ და ანუ ის რაც შეთქვი, რომ ფაბულა მე თვითონაც ვეღარ გავიგებდი. ეგ ყველაზე საინტერესოა, შეთითო რომ არ გესმის, იმიტომ რომ მე შენ გადახედავ ხოლმე რაღაც შეიძლება გაიგო რა დაწერე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივ. და მე მგონია რომ გურავის მიზანიც ეს იყო, შეცნობიერად თუ არა ქვეცნობიერად, რომ რაღაცა მოეხაზა თავისი ლიტერატურული ხედვა. და ეხლა რახან მეორე დაბადება იქნებ ეხლა გაამართლოს და აი ამ ცეცხლი და მახვილი. დიდი მადლობა და გილოცავ და იმედია რომ მადლობა.
სანამ ესე ვთქვათ, კიდე შემდეგი გამოსვლელი იტყვის თავის სათქმელს, მადლობა დავით ქართველიშვილს. უბრალოდ მინდა რომ გითხრათ თანამედროვე ლიტერატურას ყოველთვის აქვს ხოლმე ესეთი პრობლემა, რომ განსაკუთრებით აი იმ ადამიანებისგან, ვინც მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ არის კიდევ კარგად ჩამოყალიბებული მკითხველი, მსმენია ხოლმე, რომ თანამედროვე ლიტერატურას მე არ ვკითხულობ. რაღაცა ზოგი პრინციპულად არ კითხულობ, ზოგი თulis რომ არ ბევრია კიდე წასაკითხი და ამიტომ არ არის საჭირო წაკითხვა. მე ან ბევრისგან გამიგია რომ საქართველოში წიგნები არ იწერება და ასე შემდეგ. უბრალოდ სანამ განვაგრძობთ ჩვენ ამბავს, მინდა რომ გაგაცნოთ აი ამ სივრცეში რამდენიმე თანამედროვე ქართველი მწერალი ესწრება შეხვედრას და მინდა რომ იცოდეთ მათ სახელებიც, გვარებიც, იქნებ თქვათ ეს წიგნი არ მოგეწონოთ და სხვა წიგნი მოგეწონოთ და სხვა წიგნი წაიკითხოთ. რომ საქართველოში იწერება კარგი ტექსტები, ყველანაირი გემოვნება შეიძლება დააკმაყოფილოს ისეთი ტექსტები იწერება, მათ შორის თანამედროვე აი ესეთი პროცესიც კი მიმდინარეობს, აქ რაღაცა ისიც არის, სკოლაც გვაქვს, ასე ვთქვათ, წერის სკოლა და აქაც დაიწერა რამდენიმე ძალიან საინტერესო ტექსტი, თქვენ ნახავთ მე ბევრი გამოიცა კიდეც და ისინი შეგხვდებიან, ეხლა რო არავინ გამოვრჩეს, მოვტრიალდები, დავიწყებ, აი პირველი დავით, ესე იგი, ბესო ხვედელიძე ხო თქვით უკვე, დავით ქართველიშვილი თქვით. გამოვყვეთ აქეთ თეონა დოლენჯაშვილი, თანამედროვე ქართველი მწერალი. ესე იგი, აქეთკე კიდევ, აი აქეთ სერაზე გამოდით, მოდი რომ ვნახოთ რა. გამოდი, გელა ჩქვანავა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართველი მწერალი. ვისი მეჯვარე ვარ სხვათა შორის ერთადერთხელ ვიყავი პირველად არა მეორეთაც ვიყავი მეჯვარე მაგრამ ერთადერთი ამ ასაკში მეჯვარე რო გავხდი გელას მეჯვარე ვიყავი და ესე მომიწია რომ ამ ამბავში ყოფილიყო ზურა პაპიაშვილი კეთი თანამედროვე ავტორი არის შეიძლება ბევრი არ იცნობს მაგრამ ჩვენი გურული ცინცხალი დო პაატა დობურჯგინიძე აქ დაწერა წიგნი ლალი აფციაური ლალის აქვს დაწერილი გამოცებული აქვს აქ დაიწერა მისი წიგნის ორი წიგნი დაწერა ტურიკოს ამბები და ხო მეორე წიგნისაც ხო საბავშვო არა კი ბატონო კი საბავშვო წიგნი ხათუნა თავდგირიძე ხათუნას ეხა ბოლო დროს ცოტა სხვანაირი კუთხითაც იცნობენ, მაგრამ ვინც ხათუნას მკითხველი იყო ადრე წარსულში, თქვათ მას ეწოდინება რომ ხათუნა ძალიან საინტერესო ტექსტებს წერდა და მისი ესე ვთქვათ მითოლოგიურ იმაზე რა ქვია სტრუქტურაზე დაფუძნებული პოემა და მის ტექსტები ძალიან აი ადრედანვე ასე ვთქვათ ჩვენ ვიყავით მკითხველები და ეხლა ეს არქეტიპების თემა რომ ძალიან მოდური გახდა დღეს ხათუნა ამაზე წერდა წლების წინ ასე რომ გაიცადეთ ხათუნას კაი გამოვუყვეთ კიდევ ფიქსოდი ტორტი მოდის ტორტი მოდის მადლობა მადლობა. განვაგრძოთ ესე იგი აქეთ ფლანგზე ალეკო შუღლაძეს ვინც არ იცნობ და ვინც იცნობ ესე იგი ალეკო შუღლაძეს აქვს ერთი სერიოზული ისა აქვს რაღაცა თანამედროვე მწერლების წყევლასავით არის ესეც ერთგვარი მე გურიაში ვიყავი და ერთმა კაცმა რაღაც იქ მასპინძელმა გვიმასპინძლა და რაღაც სადაგრძელოდ დალია და თქვა რომ გაიცანითო ესო თანამედროვე ქართველი ცნობილი მეპოსტე არის და რამდენი წიგნის გარდა დაწერო მაინც პოსტებით ცნობს რაღაცნაირად ხალხი და ალეკო შუღლაძეს ბევრი ცნობს პოსტებით მაგრამ ალეკო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი მწერალია ალეკო მოახერხა მწერლების მწერალი და სახალხო მწერალი კი ბატონო გაუყვეთ ქალბატონი რუსუდანმა ეხლა გამოსცა წიგნი ძალიან საინტერესო წიგნი რუსუდან გოგიძე დაწერა ტექსტი და იმუშავა ძალიან კარგად ეს მისი
ასე ვთქვათ, ოცნება იყო წიგნის დაწერა და ესე შექმნა. მარიკა მამალაძე, ჩემი მეგობარი. მარიკა არაერთი წიგნის ავტორი არის, ძალიან საინტერესო მწერალია, გაიცნობთ კიდევ, მალე გამოსცემს წიგნს, რომელზეც აი ბესობი როგორც რედაქტორმა ისე იმუშავა და დახოცეს ერთმანეთი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. კაი, კიდევ გავუყვეთ ახლა ვინმე არ გამორჩეს, ყველა ხო დავასახელე, შეიძლება ისე არ მოხდეს, რომ ვინმე დამრჩეს, მაგრამ მე მგონი ყველა ვთქვი, ყველა დავასახელე და ეს ჩემი მეუღლე ქეთეი თუთბერიძე, რომელიც აღარ ამბობს, რომ მე აღარ ვარ პოეტიო, მაგრამ ჩემთვის მაინც ამ რანგში არის, აქედან დაიწყო ჩვენი ასე ვთქვათ ურთიერთობა. ეს არის თანამედროვე ქართული ლიტერატურა, რომელიც აბა თუ კარგად ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ესეთი არის რაც არის. განვაგრძოთ ახლა სიტყვით გამოსვლელების ამბავი, ვის აქვს სურვილი. მობრძანდი. ბატონი ლევანი, ჯერ არაოფიციალური პოეტი, მე პირდაპირ იტყვის ამ ყველაფერს. ამჯერად ლექსი ეს როგორ დავიმაგრო? აბა. ისმენ ლევანი. ესე იგი, როგორი მხრებში ვარ, დაშლილი, რომ წაკითხული ვარ. საკითხული გა. ლევანს. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ პირველი რაც ამ წიგნმა მოიტანა, აი კითხვის დროს ცალკე ემოციები აქვს, დასრულების შემდეგ იყო ბრაზი. აი ბრაზი იყო და იცით რატო იყო ეს ბრაზი, რომ ამას ვამბობ არა როგორც გურამის მეგობარი, ამაზეც ნაფიქრი მაქვს, რომ ცოტა ის ხო არ ვარ თქო, ასე ვთქვათ, სუბიექტური, რადგან ესეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს თქო, მაგრამ არა. შემდეგ რამდენიმე დღე ვიფიქრე ამ საკითხზე. ჩვენ ქართველებს ალბათ ადრეც გვჭირდა ეს, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით არის, რომ რაღაცა ტვინში გვაქვს მოცემულობა, რომ დასაწყისშივე ვერ უშვებთო ჩვენს თანამედროვეობაში, ჩვენს გვერდით, ჩვენს სანაცნობოში არსებობდეს დიდი ავტორი. აი ვერ უშვებთ რა, რომ რატო ხო ვიცნობ ეხლა. ხო, კაია, რაღაცა. და ეს არის მე ვფიქრობ ამერის დაავადება, იმიტომ რომ ეს წიგნი არის დიდი ავტორის დაწერილი. აი ამაზე შემიძლია თამამად მოვაწერო ხელი. არა მწერლის, აი ეს არ არის უბრალოდ ნაწერი, აქ არის შექმნილი სამყარო, რომელსაც მხოლოდ ავტორი ქმნის. და რატო დიდი ავტორის დაწერილი? აქ არის ორი ამბავი. მე და ჩემი და ერთად ვკითხულობდით პარალელურ რეჟიმში და თან ემოციებს ვვლიდით და ნუ ჩემი და ამ კითხვის დროს მოცულდა, ასე ვთქვა და მთლიანად წიგნმა წაიღო და მე ერთი ფეხი გარეთ დამჭა. გურამს თვითონ აქ ისაუბრეს მწერლებმა, რომ თვითონ ეს ფაბულა რომ თან გვიყვება როგორ უნდა დაიწეროს რომანი, ეს მწერლებისთვის არის. კი, მწერლებისთვის არის, თუმცა ჩემთვის იყო ერთი ფეხის გარეთ დასატოვებელი. რომ რაღაცნაირად რო არ მწოდნოდა რომ ეს არის თამაში, აი ასე იწერება რომანი და ეს ყველაფერი კინოკადრად აღმექვა, ეს ძალიან მძიმე წიგნია. ეს ძალიან მძიმე წიგნია და ემართა ჩემ დას, მოგლეთ ეს ვერ დაიჭირა და ეს ხაზი ავტორის ჰუმანურობაზე მეტყველებს, რომ ის ჰუმანურია, ის კითხვას ინდობს. იმიტომ რომ ამ სამყაროში ბოლომდე ჩარჩენა და ბოლომდე ამ წიგნის გააზრება ეს არის, რომ მართლა დაგშლის. თან არ დაგშლის ერთიანად, როგორც ხდება ხოლმე კულმინაციურ მომენტში, დაგშლის თანმიმდევრობით, აი ეტაპობრივად დაგშლის. ეს არის წიგნი, რომელიც საკუთარ ცოდვებს აი ესე სარკესავით მოგიტანს და დაგანახებს რა, ქვეცნობიერიდან დაგანახებს საკუთარ ცოდვებს. და შემდეგ გიტოვებს ერთ ფრაზას რა, აი ბოლო ფრაზას, რაზეც ბევრი უნდა იფიქრო და ეს წიგნი ტოვებს ძალიან ბევრ საფიქრალს. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია რაღაცა საოცარი ენით, რაღაც საოცარი იუმორით, რაღაცა გადასვლებით და ეტაპობრივად, აი არ ვიცი, აი კარგი კულინარი რომ მოამზადებს რაღაცა სადილს, რაღაცა მუსიკის ფონზე ასეთი დაწერილი წიგნია ეს. მე ულოცავ გურამს და არ ვიცი, ხანდახან არის წიგნები, რომ მე ვფიქრობ, რომ ამის მე რაღაცა უნდა დაწეროსო და იმედია, რომ ბესომ ისეთი კალამი აჩუქა, რომ დაწერს და რაც შეეხება ბესოს სიტყვებს, რომ ეს არჩევი კაია, ვინც არ წაიკითხავსო, ეს არჩევი წაიკითხოსო, არ ამგონია მხოლოდ მისი მიგნება იყოს, იმიტომ რომ შესაძაც მე და გურამი საუბრობდით, კაცო, ისეთ სიტუაციაში ვარო, ადამიანები მეუნებიან წავიკითხე რაღაცას, მეუნებიანო აშკარად წაკითხული აქვს თქო, ისეთ
რაღაცებზე ველაპარაკი და თავადაც არ ვიციო და გონი ამ სარჩევს კითხულობენ და დღეს მე სოფარ და ახადა ყველაფერს და მე გირჩევთ სარჩევით არ მეცოდაც მე მგონი მარტო სარჩევი აქვს წაკითხული და მალავს სარჩევით არ გამოესამბავი და ეს წიგნი ღირს, იმიტომ რომ ბოლომდე წაკითხავთ, იმიტომ რომ ეს წიგნი მარტო არ დაგაფიქრებთ. ეს არის წიგნი, რომელიც შეგცვლის. აი პიროვნულად შეგცვლის. ასე რომ ულოცავ გულავს. მადლობა. კარგი, ვის აქვს კიდევ სურვილი? დათა გამომრჩა, კაცო, ხო იცი, შენი დათა ფიცხალავა, ჩემი მეგობარი, ძალიან მაგარი, აი არ ვიცი, ხა შეიძლება თქვენ იცნობთ მას როგორც რეჟისორს, რეჟისორები ხო უკან ჩანან, არ არიან ხოლმე, ეს არ არიან, მაგრამ როგორც მწერალი, როგორც სცენარისტი, აი 5 კაცი რო ჩამოთვალო საქართველოს სცენარისტები, ერთ-ერთი დათა არის ნამდვილად, უნიჭიერესი კაცი არის და უკაცრავად რომ რაღაცნაირად ეწეღა კი ვთქვი რომ ვინმე არ გამომრჩეს მეთქი, მაგრამ დათა უნდა იცნობდეთ ნამდვილად მისი ფილმებით, მისი წიგნი გამოიცა ახლა მეფე, ესე ქვია. მე გულწრფელად რო თქვა, ჯერ არ წამიკითხავს, იმიტომ რომ გადავშალე წიგნი დაახლოებით 10 გვერდი რო წავიკითხე, მივხვდი რომ ამ წიგნისთვის იმ წუთას ესე რაღაცნაირად არ ვიყავი მომზადებული და გადაწყვეტილი მაქვს რომ ეხა საშობაო არ დადაგები რო იქნება, მაშინ უნდა წავიკითხო საფუძვლიანად ის მონიშნებით და ამბებით რა. კარგი, შემდეგი ვის უნდა რომ თქვას ორიოდე სიტყვა, კობა ვიცი რომ კობა აგერ მზად არის იმისთვის რომ თქვას და შემდგომ მამა ნიკოლოზი სიტყვის ორიოდე სიტყვას. ყველას გთხოვთ რომ თქვათ, მე ერთი ჩანაწერი გამომიგზავნა ერთმა თანამედროვე კიდე ქართველმა ავტორმა და მთხოვა რომ მე რაღაც უნდა მოსულიყავიო, ვერ ვესწრებიო და გავუშვი ჩანაწერიო და იმ ჩანაწერსაც გავუშვებ. კობა არის ჩემი მეგობარი, ჩვენ როგორ დავმეგობრდით, იცით, აი წიგნებიდან დავმეგობრდით, ჯერ ეს რაღაც წიგნით რო ესე თქვათ რომ გაიცნობ ადამიანი, ისე რო გაგიცნობს და კობა არის კაცი რომელსაც ესეთი უცნაური ისა აქვს, რა ქვია. აი ხა ხო ბევრი მწერლები ვართ და ჩვენ შორის რომ გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ერთადერთი ეს აღმოჩნდება, რომელსაც ყველა წიგნი აქვს წაკითხული. აი ერთმანეთი წიგნი შეიძლება ყველა არ გვაქვს ჩვენ წაკითხული და კობა ის ვისაც ყველას წიგნი აი თუ გინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ნებისმიერი ჩვენგანიც, აი ხო ვისაც ვამბობ, ნებისმიერი ჩვენგანის წიგნი აქვს წაკითხული და გარჩეული, ესეთი მკითხველი არის და ტრადიცია დავამკვიდრე რომ ყველა წიგნი რომელიც გამოიცემა პირველ ეგზემპლარს უგზავნი ხოლმე კობას, ასე ვთქვათ, კობა კითხულობს და მას უფრო მეტი წიგნი აქვს ჩემი სახში ვიდრე მე თვითონ მაქვს და კობას მინდა რომ თხოვოთ თქვას. კობასაც აქვს წაკითხული. უფრო მეტი ლაპარაკა ხა ჩემზე ვიდრე მე ვაპირებ ამ წიგნს. ის არა გვაქვს სად არის რა ქვია. თავს არ შეგაწყდათ ბევრი ლაპარაკით. მე უბრალოდ ჩემს ემოციას გადმოვცემ ორი სიტყვით. რაც დამიტოვა ამ წიგნმა, წაკითხვის მე. ნუ მე ის არ ვარ, ვისაც არ წაუკითხავს, სამჯერ მაქვს წაკითხული ეს წიგნი. ძველი ვერსიაც. ძველი ვერსია მაქვს წაკითხული ორჯერ და ეხლა რო გამოიცა ეს წიგნი, ეხლა წავიკითხე კიდევ თავიდან. და ეს არის წიგნი, არის წიგნები, რომ ხელში რო აიღებ, რო შეხედავ, აი სასიამოვნო ჟურნალისტური გივლის ხეულში, რომ იცი რა, წაკითხული როცა გაქვს წიგნი. აი ეს წიგნი ჩემთვის ზუსტად ეგეთი წიგნია, რომ აი სიამოვნებით შემიძლია შევხედო და გადამიშლება. და ზოგადად პირველად რო წავიკითხე, ხშირად ფიქრობდი, ხშირად უბრუნდებოდი. არის წიგნები, რომელზეც ხშირად ფიქრობ მე და არის რომ მალევე ივიწყებ და მე შეიძლება ძალიან მოგეწონოს, მაგრამ მე გავიწყდება ის და აღარ ფიქრობ მასე და ეს ის წიგნია, რომელზეც ხშირად ფიქრობდი ხოლმე. შემდეგ მეორედაც წავიკითხე. ეხლა რო ვკითხულობდი, სხვათა შორის ძველი წიგნიც ხოლმე აქვს, ძველი ვერსია. გადავშლიდი ხოლმე და ვნახულობდი მეთქი ეს ეთყობა ჩაამატა. მეთქი რასამას მაშინ არ დაწერდა რაღაც ეს ისეთი რაღაც. აღმოჩნდებოდა რომ იქ წერია, რაც აქ არის დაწერილი, იქაც არის. და ძალიან ბევრი შემხვდა ასეთი რა. მე ცოტა გაკვირვებული დავრჩი რომ რაღაც წინასწარმეტყველურიც იყო ამ წიგში რა. ხო მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ჩემი თქმით, ზოგადად ადამიანი იმიტომ ლაპარაკობს წიგნზე, რომ სხვამაც წაიკითხოს და აინტერესოს. მე კითხვა უფრო მეხერხება ვიდრე საუბარი და ამიტომ არ მგონია მე ისე ვილაპარაკო, თქვენ და გაინტერესოთ. მაგრამ აი როცა სარჩევს წაიკითხავთ, თუ არ დაგაინტერესდებათ, სარჩევს ვერ გავწევთ. თუ არ დაგაინტერესდებათ, 153 გვერდზე გადაშალეთ და ის ერთი გვერდი წაიკითხეთ და თუ ჩათვლით რომ კიდევ არ უნდა წაიკითხა, არ მოგეწონებათ ის ერთი გვერდი, მაშინ გადადეთ გვერდზე და ნუ წაიკითხავთ. მაგრამ მგონია რომ დაგაინტერესებთ. 153, კაია. დაწერია ნეტა საინტერესო. აი, ჰინტი იყო. იმები მაქვს რომ ამას წაიკითხავთ.
ზოგადად რა წერია ეს? რომ დავიწყე ამ წიგნის კითხვა თავიდან მეგონა რომ დეტექტივს კითხულობ. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი რაღაც მეცველოდ, იმიტომ რომ ეს როცა წავიკითხე, უკვე წაკითხული მქონდა გურამის წიგნები, სხვა წიგნები და ძალიან მომწონდა. მაგრამ რამოდენიმე ფურცელის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ დეტექტივი არ არის. მეთქი პუბლიცისტური პროზაა. ვინც გურამთან წერის თერაპიაზე არის ნამყოფი და დასწრებულია მის ლექციებს, ის მიხვდება მე რო წაიკითხავს სამისაც წაკითხულებს, რასაც გულისხმობ. და ცოტა ხანში, ალბათ ერთი მე-20 გვერდზე, 30 გვერდზე რომ გადავედი, რომ დაიწყო უკვე ფილოსოფიური წიაღსვლები, აღმოვაჩინე, რომ უკვე რაღაც ძალიან მაგარს ვკითხულობდი. და იმას ვკითხულობდი, რაც ჩემია. და რაც უნდა წამეკითხა და დიდი სიამოვნებითაც წავიკითხე. და კიდევ ერთს დავამატებ, აი რაღაც მინდა წაგიკითხოთ აქედან. იქნებ ამან მაინც დაგაინტერესოთ. თავიდან ბოლომდე ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ არ მომისმენთ. თორე სიამოვნებით წავიკითხავდი ისე, არ დამეზარებოდი. დავრჩეთ აქ. სულ 3-4 ხაზია. ყოველი პერსონაჟი სულმოუთქმელად ელის ნამდვილ მკითხველს, რომელშიც ჩასახლებასაც მოახერხებს. ნუ დაუკარგავთ იმედს და შანსს პერსონაჟებს გადმოსახლდნენ თქვენში და ისე განაგრძონ არსებობა. წიგნი აქ არის. პერსონაჟებიც აქ არიან. ნუ დაუკარგავთ შანსს, რომ თქვენში განაგრძონ არსებობა. მადლობა კობა. ეს დატოვე და აი ცოცხალი ფაქტი. ცოცხალი ფაქტი გელა ჩვენავა. გაიხარ გელა. რომელმაც კი იცის, ესე იგი გელას თავისივე დაწერილი ტექსტებზე კობა უყვებოდა ისეთ რამეს, რაც თვითონ არ ახსოვდა ავტორს. აბა მოისა, შემდეგი ვინი? კი ბატონო. მოდი და გენდერული ბალანსი, კაი გენდერული. მნიშვნელოვანია. გენდერული ბალანსი. ყველაფერში ხო სულ კაცები ლაპარაკობენ და მოდით მეც ვიტყვი. ხალებს აბა გთხოვთ და არ ამბობთ არაფერს. მეც დიდი სიამოვნებით წავიკითხე გურამის ეს ნამუშევარი და პირველ რიგში გურამსაც, გურამის ოჯახსაც და მეგობრებსაც ვულოცავ ამ წიგნსაც და გურამის არსებობასაც, რადგან ნებისმიერი ტექსტი ყველაზე უკეთ მეტყველებს ჩვენს თავებზე და ავტორზე. როდესაც სარჩევმა არ მოგატყუოთ წიგნს, როდესაც წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში, შევინარჩუნოთ ადამიანობა, დავრჩეთ ადამიანები და არ ვიყოთ ნივთები. სწორედ ამაზეა წიგნი მე როგორც გავიგე და იმედია სწორად გავიგე. რამდენჯერმე მომიწია დაბრუნება ტექსტთან და სხვათა შორის 152-153 გვერდები მეც გავხაზე. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მივცეთ წახალისება მეტი წეროს და გურამის ენა, სტილი, გემოვნება გონია, რომ ძალიან საჭიროა დღევანდელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მივეჩვიეთ ტექსტებს ყვითელი პრესიდან და ჩვენ გვჭირდება ლიტერატურა, რომელიც გაუძლებს დროს და ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარს დავით კლდიაშვილი და აი გურამიც რაღაცა მგონია, რომ ამ კონტექსტშია და მინდა რომ ბევრი იყოს, ბევრი წეროს და არ მინდა რომ დაგასპოილეროთ და მადლობა გურამს ამ წიგნისთვის, მისი წიგნებისთვის და ზოგადად არსებობისთვის. გილოცავ დაბადების დღეს და ყველა მის მეგობარს გულოცავ გურამის არსებობას. მადლობა. დიდი მადლობა პირიქით რომ არსებობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აქ ყველა მილაპარაკა. შენ თუ გაქვს წაკითხული წიგნი? არა, წიგნზე არ მოვილაპარაკე. საქმე მაგაშია, რომ სხვა წიგნები ხომ აქვს წაკითხული, ერთი წინადადება მაინც, ხო და ჩემო მეგობრებო, გურამის მეგობრებო, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, აქ ყველა მილაპარაკა წიგნზე, ლიტერატურაზე და მინდა თქვა, გურამს როგორ უყვარს თავისი სამშობლო და თავისი ქვეყანა. არ არსებობს აი ჩვენი პირადული ჩატიც, მიმოწერაც, ისე შეყვედაც, სადაც ქვეყანაზე ტკივილს არ ეხება.
რაც კი მოყოლებული წამიკითხავს შენი წიგნებიდან საბოლოო ჯამში ეს არის დიდი სიყვარული ამ ქვეყნის ანცილის გაწვნა მავნე რაღაცა მანკიერებების ხო და აი სულბონის ამბავი ცნობილი რომ გლობალისტების თემა რომელიც მე ძალიან მიყვარს არ იმედია მაპატიებ ხო ეს ყველაზე მეტად მიყვარს ხო არავინ არაფრის აზრი არ არის მაგრამ ამ ქვეყნის ბეძელ ლაპარაკობენ პერსონაჟები ხო და გურამს ძალიან უყვარს თავის ქვეყანა საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ვემსახურებით ამ ქვეყნის სიყვარულს მეც არაფერს და გურამი არის ნათელი მაგალითი იმის და ნათელი მწერალი ამ ქვეყნის რომელსაც თავისებურად უნდა რომ გადარჩეს ეს ქვეყანა ხალხო მეგობრებო გურამს გაუმარჯოს გაიხარე მადლობა ეს ჩატში რას უგზავნი ხოლმე კი სამშობლო და რაღაცები თქო ძირითადად დასაოჯახებელი ქალების პროფილებს უგზავნი ხოლმე ცოლი არ ყავს და სინამდვილე ეგ არის კი ბატონი მერაბი ონიანი ფსიქოთერაპევტი ჩვენი აქაურობის მეგობარი ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ამ დღეს მიწევს თქვენ გვერდით ყოფნა და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ის რაც აი წინა გამოსულმა მეგობარმა აღნიშნა მე წიგნი ბუნებრივი არ წამიკითხავს და მექნება საშუალება რომ წავიკითხო და ძალიან დიდ პატივს ვცემ გურამს როგორც ადამიანს მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის ადამიანურობა ის ღირებულებები რომელსაც ადამიანი ატარებს და ამ თვალსაზრისით მე ვთვლი რომ ძალიან ძვირფასი და კარგი მეგობარი გვყავს ჩვენ გურამის სახით და ნამდვილად პატივსაცემია მოსაფრთხილებელია და ბევრი რამის სწავლა შეიძლება მისგან მისი უშუალო ბუნება დიდბუნებოვნება ის საოცარი კარგი თვისებები კარგი мама კარგი მეუღლეა და ბევრი რამ შეიძლება ითქვას ჩემო გურამ შენზე და კიდევ ერთხელ ხას გაუსმევ იმას რომ ბედნიერი ვარ რომ დღეს ვარ აქ მადლობა მე ცოტა მიჭირს აქ ყოფნა დღეს მაგრამ კი მადლობა შენი სიყვარული და პატივისცემით მოვედი და მინდოდა რომ დამეფასებინე და ნამდვილად იმსახურებ ყველა სიკეთეს ამ ქვეყნებს დიდი მადლობა დიდხანს გვიმყოფოს ღმერთმა შენი თავ აი მესამედი გადავკეთე მესამედი კაი მარიკას აქვს მგონი სიტყვა კიდევ მომზადებული რომ ბალანსიო გენდერულიო და აი ვიცავთ გენდერულ ბალანსს და მამა ნიკოლოზ აქ თუ არ გამოხვედი ესე ვერ მანდიდან შეგილია პრინციპში თქვა ხო მოდი აი მარიკა იტყვის მე თქვენ იქნებით მე გავუშვებ ვიდეოსაც სასიამოვნოა რომ გენდერული ბალანსის ნიშნით მოხვდი აქ ამ აუდიტორიაში და მომეცა სიტყვით ხმის საშუალება სხვა კრიტერიუმში ვერ ჩავჯექი ესე რა ვთქვათ ეს ხუმრობა იყო გურამის ზოგადად შემოქმედებაზე და მის ლიტერატურაზე ის შემიძლია ვთქვა რომ თავიდანვე როგორც კი ლიტერატურაში აი მისი პირველი ნაწარმოებები წავიკითხე და ეს მოხდა ამ წიგნის შემდეგ ეს წიგნი პირველად წავიკითხე 2012 წელს, როდესაც მე გურამი გავიცანი და სიმართლე გითხრათ, იმ დროისთვის მე ეს წიგნი კარგად ვერ გავიგე. და აი ხა მეორეჯერ წავიკითხე, უკვე ეთყობა მზაობა მქონდა იმისთვის, რომ ტექსტი სხვანაირად გამიაზრებინა, მაგრამ ამ შუალედში შეგაჩერდი. არ მომეხმარ. და ამ შუალედში მე საშუალება მომეცა რომ წამეკითხა გურამის სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიც და ისე მოხდა რომ როცა მე დავიწყე მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს იყო პირველი მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ვიფიქრებდი რომ ეს უკვე შემდგარი დიდი ხნის მწერლის შექმნილი ნაწარმოებები იყო და როდესაც გავარკვიე რომ ლიტერატურაში რითი შემოვიდა და როგორ შემოვიდა პირველი რაც მე გამიჩნდა ეს განცდა იყო რომ ამ კაცმა ამაზე მეტი რა უნდა დაწეროს ეს არის მისი ძმები, ძველი მოთხრობები, ძმებით დავიწყე, რომელიც თეო მოდი რა. მოდი გენდერში შენც ხარ, მოდი.
წერალზე თეო ისაუბრებს და პირველი განცდა მქონდა ის რომ წავიკითხე რომ არ ვიცი რა რაღაცა მწვერვალი და განვითარება ხო არსებობს რომ რაღაციც იწყებ ვითარდები მე შეიძლება დაღმასლაც გაქვს ან ერთის კეპნა გაქვს ან გამეორება ერთი და იგივესი უბრალოდ ტექნიკური მხარის დახვეწა ხდება უფრო მეტად ფორმებს აქცევ ყურადღებას მაგრამ აი ეს პირველი ნაწარმოებები რო წავიკითხე მივხვდი რომ გურამი ჩემი მეგობარი კი არ არის მხოლოდ აი ფანტასტიკური ავტორი არის და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ჩემი მეგობარიც არის. რაც შეეხება ამ ნაწარმოებების გადასარევად ილაპარაკეს და გაშალეს თემები დათომ ქართველიშვილმა, რომელმაც თქვა ამ ლიტერატურული ნაწარმოებების როგორც მისი სპეციფიკა იყო, რომ არის ერთგვარი ექსპერიმენტი და გამოირჩევა გურამის სხვა ნაწარმოებებისგან. მე ვიტყვი რომ მე პირადად უფრო კარგად ეხლა გავიგე ეს წიგნი რაზე იყო და როგორ არის და მზაობა ამ წიგნის წაკითხვისას არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ უნდა გქონდეს იმისი ინტელექტუალური რესურსი, წვდომის და ხედვის რაღაცა ჩარჩო კი არა, უჩარჩოობა, რომ მიხვდე რაზე არის ეს წიგნი. ერთის მხრივ არის ამბავი, როგორ ვითარდება, რომელშიც ხშირად იკარგები, იმიტომ რომ პარალელურად ხდება ვერ გებულობ რომ პროტაგონისტი ერთი პირია, ორი ადამიანი წერს მწერალზე თუ რა ხდება, მაგრამ ლიტერატურაში შინაარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ვერაფერს ისაც ვერ დაწერ, რაც აქამდე არ დაწერილა. აქ თავარი არის ფორმა, როგორ მოაწოდებ ჩვენამდე და ეს საინტერესო პარალელი, რომელიც ნახევრად ესეისტური არის და ძალიან კარგი არის და სასარგებლო არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს, რომ ლიტერატურაში შექმნას, ნაწარმოებები და ფეხის ადგმას იწყებს და ძალიან კარგი არის მათთვის, ვინც უკვე წერს, მაგრამ ეს მხარეები არ აქვს კარგად განვითარებული და ამ შემთხვევაში ეს ვარ მე. და მე ეს წიგნი ძალიან დამეხმარა თავისი ტექნიკური ნაწილებით, როგორ უნდა რანაირად ქნა, როგორ უნდა ააგო თვითონ ნაწარმოების წერის დროს, რა უნდა ქნა, როგორ უნდა ქნა. ეს ბევრი რამე შეიძლება მოვიძიოთ ამის შესახებ, თუ დავინტერესდებით თეორიებში წავიკითხოთ, რაღაცეები ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ, მაგრამ აქ არის ისე მზად მოწოდებული და ჩემთვის ისე გასაგებად მარტივი და გასააზრებელი იყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები გასაგები უფრო მეტად იქნება დღეს, იმიტომ რომ ამის მაგალითი ვარ მე, თავიდან, როდესაც ეს ნაწარმოები წავიკითხე, ვერ შეგაფასე, ვერ დაგაფასე, მზად არ ვიყავი. ხო და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ ერთის მხრივ ყავს ძალიან მაგარი მეგობარი და აქ სუბიექტური ვარ ჩემ თავზე ვლაპარაკობ, რას ნიშნავს ჩემთვის გურამი, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური ადამიანი. იშვიათია, როდესაც შენ კარგ მწერალს გაიცნობ, რომ ის იყოს კარგი ადამიანი. ძალიან იშვიათია, კარგი არა, ნუ ძალიან კარგი ადამიანი და ამ ხრივ ფიქრობ, რომ ის ლიტერატურაში, რა ვიცი, ძალიან დიდი გამონაკლისია, როგორი ოსტატიც არის თავის საქმის, ისეთი ოსტატი არის თავის ურთიერთობების. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი როგორც ავტორს და როგორც მეგობარს ვიცნობ და რომელი უფრო დიდია ამ შემთხვევაში ჩემთვის კი არ ვაკნინებ მისი მხარეს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ ის შინაარსობრივ მხარეს ესაუბრობ, რომ გურამი ორივეში ძალიან ძლიერია და უმაღლესი თამასა აქვს და ჩემთვის პირადად არის პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ხოლმე პირველი მრჩეველი, რო წაიკითხავს და არანაირად არ არის მიკერძოებული, ეს არ არის ადამიანი, ვინც შენ ლამაზად დაგელაპარაკება და გეტყვის, რომ ის არის კარგი, ეს არის ცუდი, არა. პირდაპირ გეტყვის, სადა გაქვს პრობლემა, სადა გაქვს გასაჭირი, იმიტომ რომ მისი ოსტატობა იმ დონეზე მაღალ თამასაზე არის, რომ ვერ დააყენებს მის წინ პიროვნულ ურთიერთობებს. წარმატებას უსურვებ მის წიგნს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატება იქნება და ქალბატონი თეონა დოლენჯაშვილი გააგრძელე. არა, შენ უნდა მოხვიდე. ავტორზე ისაუბრე. მოკლედ დაუგეგმავად მოგესალმებით გურამ გილოცავ, ახალ წიგნს გილოცავ დაბადების დღეს და ეხლა ეს რეპლიკა მქონდა, რომ როგორც გავიცანი, მოთხრობა იყო მწერალი ხა, ალბათ დავიცი, ბევრს არ ახსოვს და არ წაუკითხავს, ძალიან საინტერესო და პრინციპში ის არის, რაც არის ბედი, ასე ვთქვათ, მოდი მწერლების, რომ როდესაც დგები, სხვა გზა არა გაქვს და რაღაცის სახურებაში, ეს იქნება დიდი კორპორაცია, ეს იქნება იგივე რაღაც კომერციული მიზანი და ასე შემდეგ და ძალიან თვითირონიული, ძალიან ცინიკური რაღაც გაგებით და ძალიან ესე ვთქვათ, ცოტა პოლიტიკური ტექსტიც იყო, რამდენადაც მახსოვს, ძალიან 25 წლის წინ, ხო, სადღაც თუ არ ვწდები. 2 წელს გამოვიდა, 2-3 წელს.
ესე ბავშვობიდან ნაკვნინე და ესეთი საინტერესო იყო და თან მაშინ გავიცანით როგორ ზემხა და დღემდე ზემხას ეძახი და გურამმა მას შემდეგ რა თქმა უნდა ბევრი წიგნი დაწერა უბრალოდ ეს იყო ჩემი პირველი შეხება მის ლიტერატურასთან და ეს მიმართულებები ეს რაც ძალიან ზოგადად მნიშვნელოვანია ერთგვარი გროტესკი თუ დისტოპია რასაც ახლა ამ წიგნში ვხედავ რაც წავიკითხე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ ესეთ მონაკვეთში მე ჯერ არ წამიკითხავს ეხა შევეხე პირველად და ვნახე და აი ეს ფსიქოანალიზის დრამები და რაც თავარია ტრაგედია თან რომელიც არის ჩვენი ცხოვრების ნაწილიც ეს ყველაფერი ეს მთელი ეს ქაოსი რაც ხდება თუნდაც დღეს ეს ძალიან საინტერესო ლიტერატურული ფორმები და ხერხებით არის გურამის შემოქმედებაში გურამ წარმატებებს გისურვებ წიგნი რომ მქონდეს წაკითხული უფრო კარგად და უფრო მეც ვისაუბრებდი რადგან ეხა დღეს ამ წიგნის დღეა და შენი დღეა და ვისურვებდი რომ აი რაც იმ პირველ მოთხრობაში გაქვს ის არასდროს არ ყოფილიყოს ამას ვისურვებდი ჩვენი ქართველი მწერლების ცხოვრებაში და ჩვენ ყოფილიყავით თავისუფლები ყოფილიყავით შემოქმედებით თავისუფლება არის რა თქმა უნდა ამავე დროს ყოფის თავისუფლებაც იმიტომ რომ როდესაც შენ არა გაქვს რაღაც ვალდებულებები არა გაქვს არ კიდია ესე თქვა ფინანსური პრობლემები მხრებზე თუ ასე შემდეგ რაღაც ბევრი სხვადასხვა საქმე მეტად რეალიზდები და მეტად ახერხებ შენი სათქმელის თქმასაც ამავე დროს ძალიან საინტერესოა ის რომ შენს წიგნებში ყოველთვის არის იდეა და სათქმელი და ამავე დროს ეს რა და ის როგორ იქნება სტილისტიკა ეს სული ეს მხატვრული ღირებულება კიდე ცალკე თემა არის ყოველთვის ძალიან საინტერესო ხა საქართველოს ალტერნატიულ რუკას უყურებ და ყოველთვის გაქვს ექსპერიმენტი ყოველთვის გაქვს რაღაც ახლისძიება მუდმივი ძიება შენს კონკრეტულ შენს შემოქმედებაში და ამავე დროს რაღაც ეს ყველაფერი არის უნისონში სოფლიო ლიტერატურასთან მის ახალ ფორმებთან მრავალი აი შენს წიგნებს ესე ვთქვათ მხოლოდ ერთი კარი და ერთი გასასვლელი არ აქვს რაღაც ბევრი კარიდან შეიძლება შეხვიდე და ბევრი ასე ვთქვათ რაღაც ძალიან საინტერესო სიღრმეები ნახო აქ პირველმა გამოსვლელმა თქვა რომ ეს არის თან ყველასთვისო და თან ინტელექტუალებისთვისაც რაღაც ზღვაში ცურვასავით არის ზოგ შეუძლია იტივტივოს ზედაპირზე ზოგი კიდე ჩავიდეს სიღრმეში და ეს მარგალიტები იპოვოს რასაც ნამდვილი ლიტერატურა ქვია გილოცავთ ყველას პირველ რიგში მკითხველს და აი ხედავთ იმის სხვა პროფესიებისგან განსხვავებით თანამედროვე ქართველ მწერლებს ერთმანეთზე ლაპარაკი არ ზულთ და შეუძლიათ. გილოცავ გურამ იუბილეს მამა ნიკოლოზი გაიცანით. რატომღაც ისე დაემთხვა ხოლმე ტრადიციულად აქ რომ მოვდივარ მე ღამისთებაზე მივდივარ ნიკოლოზობა და გილოცავთ ყველას დამდეგ ნიკოლოზობას მესამე შეხვედრა უკვე ამ სივრცეში რომ პირდაპირ მიმეჩქარება და იქაც სიამოვნებით მოგიხსენიებ და ნამდვილად ვარ გულშემატკივარი შენი როგორც წერილისა და როგორც პიროვნების მე არა ვარ ლიტერატურად ფსოდნე რა თქმა უნდა და არც რაღაც ჟანრობრივად შევეხები მის წიგნს უბრალოდ მკითხველი ვარ რომელსაც მოსწონს გურამის სტილი რომელიც მას ნამდვილად აქვს გურამს თავის ენა მე ვცნობ ნაწარმოები რომ არ ვიცოდე ვისია შემიძლია გამოვიცნო რომ ეს გურამისა ეს ახასიათებს მას ერთი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ რომ არ ვიცი რა ჟანრში მოიაზრებთ გურამს როგორ წერალს მაგრამ მე შეიძლება რაღაც ესე იგი პარადოქსი აღმოჩნდეს ჩემი ნათქვამი ან ვიღაცისთვის არა მაგრამ რომ კითხულობ გურამს ჯერ მოხიბლულა იმითი როგორ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება როგორ ყურადღებით აქვს დანახული და როგორ ოსტატურად იყენებს შემდეგ ამ ცოცხალ ამბებს თავის ნაწარმოებებში ანუ არის ისეთი ამბები რომელიც ყური მოგიკრავს შეიძლება არ მოგისმენება გურამს ამ შემოტანილი ეს ცოცხალი მე გურამი ახერხებს რომ იყოს მორალისტი ისე რომ შეგაცბუნოს აი კითხულობ მის ეპატაჟურ გამოხტომებს შეიძლება ნერვების მოგეშალო და ეხლა ეს წიგნი ვისაც არა გაქვს წაკითხული შეიძლება შეცბეთ ისეთ პასაჟებს წააწყდეთ მაგრამ თუ ამას გაუძლებ და რაღაცა ელეთ-მელეთი არ დაემართება კაც ერთ რამეს აღმოაჩენს რომ
გურამი ახერხებს თავისი ნატურალური აღწერით სხვადასხვა მანკიერებისა შენში ნამდვილად კათარზისი მოახდინოს. და ერთგვარ მორალისტად ნამდვილად გეუბნება, ოღონდ თავისი სტრატეგიული მიდგომა აქვს და თავისი მეთოდები აქვს ამისთვის. ისე დაგანახებს, რომ ესა თუ ის ამა თუ იმ საქციეს რა შედეგი შეიძლება მოყვეს, არ განგიკითხავს. შეფასებას არ აძლევს, მაგრამ ისე ნატურალურად გაჩვენებს, რომ არ მოგინდება იმის გაკეთება. აი ამ წიგნშიც მაგალითად აბორტის შესახებ რაღაც პასაჟი არის გაკეთებული, გამახსენდა გაბრიელ სალოსის ჩვენება. პირდაპირ გამახსენდა გაბრიელ სალოსის ჩვენება, რაც შენ გაქვს შენი პერსონაჟი სიზმარს რო ხედავს. აქ თავის რო აიძულა აბორტი გაეკეთებინა თავის პარტნიორის რაღაცა, გახსოვთ ხო გაბრიელ სალოსის ჩვენება, რომ ევედრება გვეშველებაო და ღვთისმშობელურობნება რანაირადო და მიუთითებს 10 მილიონ, რა ვიცი, 100,000-ობით მომწყდარ ჩვენზე. ეს ეკითხება გვეშველება და ეს რანაირადო და იქითკენ მიუთითებს და მსგავსი ის წამოვიდა აქ. და მეორე პასაჟი. კაზინოში რო თამაშობს. და როგორ შეიძლება დაკნინდეს ადამიანი ამ მანკიერი ჩვევით, რომ რაღაც უნება გაქვს, მიჯაჭული ხარ თამაშზე, რაღაც იქ მეფე გონია თავი და რეალობა სადამდე შეიძლება დაგაკნიოს და რა შეიძლება აი რა გიქნან ამის გულისთვის და როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება სადამდე შეიძლება დაგამდაბლონ, რომ აი ნამდვილად შენი საკუთარი თავი შეგძულდეს, ისეთ ნატურალურად აქვს აღწერილი, ესეთი ფაქტები მომხდარა. საქმეც იმასია, რომ გურამი გადმოსცემ იმ სინამდვილეს ისეთი მხატვრული ხერხები და ისეთი ოსტატურად, რომ ის ნამდვილად მომხდარა, მისი მოგონილი არ არის, ფიქრობ, ეს მომხდარა, მაგრამ ისეთ მიზანმიმართულად, ისეთ კონტექსტში მოაქცევს ამ ნათქვამს, რომ ნამდვილად შეგაძულებს ამა თუ იმ ნებას და ამ კუთხით ვიძახი, რომ გურამი ჩემთვის მორალისტი მწერალია, რომელიც ახერხებს რაღაცნაირად, რაღაცნაირი სტრატეგიით მოიტანოს შენამდე ის, რომ რაღაცა ნება შეგაძულოს შენში. რაც შეიძლება გამოგიცია, ან არ გამოგიცია, მაგრამ საბოლოოდ თქვა, რომ დიახ, ეს ნება როგორც პიროვნებას გშლის. და ამისთვის მე რა ვიცი, როგორც სასულიერო პირსაც და როგორც პიროვნებასაც ძალიან მომწონს მისი ეს მიდგომა. ოღონდ ცოტა უნდა გაუძლო, მაგარი ნერვი უნდა გქონდეს, რომ არ წამოგიკიდოს და არ ავარდე რა ამ ეპატაჟურ გამოხტომებზე. და ერთიც აქვს კიდე. მისი ეს ეპატაჟობა არ არის ეპატაჟურობისთვის, რომ არ იქადა რაღაც ეპატაჟურობი იყო და რაღაც თანამედროვე სამყარო მომიწონოს, ამისთვის არ არის. ზუსტად ისეთი მოზომილად კი არის ნატურალურად აღწერილი, მაგრამ ზუსტად საჭირო ადგილას, აი როგორც ფაზლის ადგილი როა გამორჩენილი და სხვას ვერ ჩააკვეხებ. აი ზუსტად ეპატაჟურობის ეს ზომა, ეს წონა, ეს ფერი და ეს კონტური უნდა ჩასვა იმ ფაზლის ადგილზე, ზუსტად ისე იყენებს ამ ეპატაჟურობას, აი ფაზლის ადგილზე ჩაჯდა, თლიანი სურათი დახატულია და უკვე ის აღარ ყვირის. ისე არამედ გეხმარება, რომ ზუსტად ხვდები, რატო გამოიყენა ეს. და ეს სხვა ნაწარმოებებშიც აქვს. გურამს აი ხევისბერი, ევროპელი ხევისბერი როა მაგალითად. იქაც გაიქცა კაცი თითქოს რაღაც მეტი თავისუფლებისთვის და რა დღეში აღმოჩნდა რეების კეთება მოუწია და იქ სხვა ისინიც არის აქცენტები, მაგრამ უბრალოდ ბევრ ნაწარმოებში აქვს ეს გამოყენებული ძალიან ისეთი კოხტა, ოსტატურად აქვს ეს ეპატაჟური მომენტი გამოყენებული და ორ მომენტს შევეხები კიდე და აღარ შეგანწყეთ თავს. გახს დოჩანაშვილი კუმირი არის მისი, ვიცი და დიდი ამაგიც აქვს შენზე გაწეული, როგორც ადამიანსაც და როგორც წერალსაც. სამოსელ პირველს ვკითხულობ, ხო გახსენდებათ სხვა ნაწარმოებების მანამდე დაწერილი რაღაც ნაწარმოებები, სადაც უკვე გაჟღერებული აქვს ის აქცენტები, მაგრამ სამოსელ პირველში ახდენს თავი მოუყარა თავის სათქმელს და ერთიან ძივივით ჩამოასხა, ხო? დახვეწ. აი ხა ამ ნაწარმოებს რო ვკითხულობდი, გამახსენდა გურამის რამდენიმე ნაწარმოები, სადაც შეეხო რაღაც საკითხებს და მე მოახერხა ისე, რომ ერთ ნაწარმოებში შეკრულ, არ ვიცი მე წლების წინ იყო დაწერილი თუ რა იყო, მაგრამ რომელს გაუსწრო, მაგრამ ისე კოხტათ არის შემოკრებილი რაღაც ძირითადი სათქმელის ირგვლივ ის აქცენტები, რაცაც სხვა მოთხრობებში აკეთებდა ამას. და ეს, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია და მე გისურვებ, რომ ეგეთი ფარული მორალისტობა, რომელიც ნამდვილად ჭრის, ჩემზე როგორც კითხვაზე ჭრის, გაგეგრძელებინოს და რა ვიცი, კიდე ბევრი ახალი წიგნი მოგვილოცოს. ნამდვილად კარგი წერალი. აი, ახლა მუდლის ასე ვთქვათ იმას, რა ქვია, სკრინინგსაც გაუძლო წიგნმა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრობლემა ბჭყალებში რაც იყო ხოლმე თავის დროზე ამ წიგნს რასაც ედავებოდნენ, უცნაური არის იყო ის, რომ
ათეისტურად დაწერილი წიგნიაო და მე ხარ არა ვარ თვითონ ათეისტი ადამიანი. აი მაგას ის დავაფიქსირეთ, რომ აი რა თქმა უნდა მითი არასდროს რაღაცებს ამბობს პერსონაჟი, მაგრამ რა ტიპი ამბობს, რა სიტუაციაში ათქმევინებს. აი როგორც ეპატაჟურობას აღნიშნე, ესეც რო ეხება ისე ნერვების მომშლელია ზოგჯერ, მაგრამ კიდე გეუბნებით არ შეცვლეთ, გაყევით და სანამდე მიგიყვანს ის ათეიზმი, ღმერთამდე მიგიყვანს მისი ათეისტური სიტყვები და ეს ეპატაჟურობა ისეთ მორალური კათარსისს განაცდევინებს ადამიანს, რომ საფრთხად დარჩენ, თავად შედეგია. ანუ რა გავლენას ახდენს ამ შედეგი და ამაშია ვიტამინები, ხო და არ მოგაკლოს ღმერთმა ეს. მადლობა, დიდი მადლობა. მამა ნიკოლოს ლოცვაზე აგვიანდებოდა და ესე რაღაცა ჩვენივრად თქვა თავის ათქმელი, ფიქრობ გულწრფელადაც ვინმეს ხო არ აქვს კიდევ იმის კი, აი ერთ უბრალოდ ხო, მოდი, კეთი იტყვის. კეთი იტყვის აუცილებლად და მე ჩავრთავ ონლაინ აუცილებლად ერთი ძალიან კარგი წერლის და ადამიანის გამოგზავნილ ვიდეოს, რომელიც უბრალოდ ვერ მოახერხა, ვერ მოვიდა აქ. კიდე ერთი ადამიანიც ვიცი, ვინც წაიკითხა, მაგრამ შემითანხმდა წინასწარ, რომ არაფერს არ ვიტყვიო და შენ მითხარ რომ ვიტყვიო, აბა კეთი გისმე. მე წავიკითხე პირველმა ეს რომანი ძალიან დიდი ხნის წინ 2010 წელს. ჯერ სანამ დაიბეჭდებოდა. და მე ყოველნაირი სუბიექტურობის გარეშე ვთვლი, რომ ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მაღალი დონის პროზაული ნაწარმოები. და ჟანრი არის ძალიან სადავო ბევრისთვის. აი მაგალითად აღწერაში აწერია, რომ არის უტოპიური რომანი და ჩემთვის ეს არის დისტოპიური უფრო. სადღაც არის ზღვარზე უტოპიასა და დისტოპიას შორის, მაგრამ არის უფრო უტოპიური. მაშინ როცა წავიკითხე, მე ჯერ არ ვიცნობდი არც მიშელ ფუკოს და არც ჯერემი ბენტანის თეორიას პანოპტიკონის. დღესდღეობით, შემდეგ როცა უკვე ფილოსოფიას, ასე ვთქვათ, მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ რო ვკითხულობდი ფილოსოფიურ რაღაცებს, მით უმეტეს მიშელ ფუკოს პანოპტიკონის თეორიას, დავინახე ზუსტად ამ რომანში, რომ გურამს ეს აქვს შექმნილი და მე მგონი მაშინ არც თვითონ არ იცნობდა, როცა ეს აღწერა პანოპტიკონის თეორიას. ეს არის მუდმივი თვალთვალის ქვეშ მყოფი ადამიანები და არის ძალიან კარგად ნაჩვენები, რომ გმირი პროტაგონისტს არ გულისხმობ, აი ჰეროიკული ასეთი რაღაცნაირი უნაკლო გმირი ამ რომანს არ ყავს. ადამიანის ამბივალენტურობა, მუდმივი გაორება, ბოროტსა და სიკეთეს შორის არის ამ რომანში ძალიან კარგად პერსონაჟებში ნაჩვენები. თავისი სტრუქტურითაც ხომ ძალიან სპეციფიკურია, რომანი რომანში და შემდეგ კიდე პერსპექტივა არის სხვა რომანის. რაღაცნაირი სამი განზომილება არის და ზოგადად ეს განზომილებები ძალიან მიყვარს. მე მგონია, რომ ერთ-ერთი უნიკალურობა მაგალითად ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტასი ეს არის, რომ ორი რომანია. და აქ აი პერსონაჟების უნიკალურობა არის იმით, რომ მათი ამბივალენტურობა ჩანს. აი მაგალითად არის ერთი ძალიან უღიმღამო პერსონაჟი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ის იჩენს საოცარ სიკეთეს და საოცარ გმირობას. და არის ასეთი ეპიზოდები, რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, არახელოვნური გმირი და ჰეროიზმი, არამედ ადამიანის დაცემული ბუნება, რომ უცებ შეიძლება რაღაცა საოცარ მსხვერპლშეწირვაზე წავიდეს და საოცარი სიკეთე გააკეთოს. ძალიან ბევრი რაღაც არის, ჩემთვის არის ფილოსოფიური, დისტოპიური რომანი, ყველანაირი მორალისგან და არამორალისტური, მაგრამ შიგნით არის ძალიან ბევრი მორალური ასპექტი და ამიტომ არის უნიკალური ჩემთვის და მგონია, რომ მაშინ თავის დროზე ვერ დაინახა ქართველმა მკითხველმა თუ საბას ჟიური, მე მახსოვს ძალიან გავბრაზდი მაშინ საბაზე, რომ შორტლისტშიც არ მოხვდა და აღშფოთებული ვიყავი ამაზე, მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ თვითონ შორტლისტში რო არ მოხვდა არ ვიცი, მაგრამ შორტლისტში რო არ მოხდა. შორტლისტში რო არ მოხდა, მე სუბიექტურად ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ ვთვლიდი, მაგრამ მეორე მომენტი იყო ის, რომ ვთვლიდი, რომ ქართველი შეიძლება მკითხველის დიდი ნაწილი ჯერ ამისთვის, ამის გასაგებად მზად არ იყო და მგონია, რომ ეხლა უფრო მზად არის. და მე მინდა რომ გურამს ვთხოვო, რომ ამ წიგნს გაუკეთოს ხელმოწერა და მინდა რომ მზია ამაღლებელს შეუგზავნო ეს წიგნი დაწინებული ვარ ძალიან მოგწონს. ეს მოიხსენე ის არის რა ქვია ეს შეთანხმებული ჩვენ დავწერეთ წინასწარ ეს ტექსტი რა უნდა ელაპარაკა ხო რა თქმა უნდა ესე იგი მაშინ ახალი შეუგულებულები ვიყავით 1 წლის ალბათ დაახლოებით და
აი ამ პერიოდში დაიწერა მოკლედ ეს ტექსტი და კეთის მიუძღვის პროცესში წვლილი რაღაცეები ის რომ კომფორტი გაქვს რომ სადღაც შეგიძლია იჯდე და წერო ეს ძალიან მაგარი რაღაც არის იმიტომ რომ წერა ფუფუნებაა და ვისაც აქვს ფუფუნების საშუალება იმას შეუძლია რომ ესე დაწეროს. კაი, ეხა ჩავრთავ მოკლედ აი თათული ღვინიანიძემ გამოაგზავნა ეს ვიდეო, მთხოვა რომ გაუშვა, ამასაც გაუშვებ და მე პრინციპში მე მგონი შეგვიძლია რომ ტორტი პირდაპირ გავჭრათ და ვილაპარაკოთ მე გზადაგზა იმებს ამებს. ხო. მე მგონი ჩანს, ნუ თუ არ ჩანს ხმა ისმის რა. მოგესალმებით, დღეს მინდა გესაუბროთ გურამ მეგრელიშვილის წიგნზე ნივთების 64. ეს არის ნაწარმოები, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, რა გზას გავდივართ, სანამ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანობა გვინდა. პროტაგონისტი თუკი შეიძლება ცალკეულად გამოიყოს, არის მწერალი, რომელიც ვეღარ წერს და გრძნობს ზეწოლას საზოგადოების მხრიდან უახლოესი ადამიანებისგან, რომლებიც მუდმივად ეკითხებიან, როდის დაწერ, ან ახლა რაზე მუშაობ. ის თანხმდება მონაწილეობა მიიღოს პროექტში, სინამდვილეში კი ექსპერიმენტში, რომელიც ადამიანს დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. მე ვეცდები, რომ თან არ დაგასპოილეროთ. მას ევალება დაწეროს კარგი ნაწარმოები სხვა ადამიანებთან ერთად, სხვა მწერლებთან ერთად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შექმნას უბრალოდ ნაწარმოები და დაიბრუნოს ეს სუპერძალა, რასაც შემოქმედება ჰქვია, მასში ხდება გარდატეხა და ის ფაქტობრივად სრულად გარდაიქმნება. აქ ძალიან საინტერესო პასაჟია ის, რომ მთავარი პერსონაჟი ოდესღაც მიატოვა დედამ და ეს ტრავმა მას მოსდევს მთელი წიგნის განმავლობაში. ის ფაქტობრივად ვერ შედის ბედნიერ და ჯანსაღ ურთიერთობებში, გულის სიღრმეში ყოველთვის ძრახავს თავის ქალებს უპატივცემულოდ ექცევა და მაშინ როცა საჭიროა რომ აიღოს პასუხისმგებლობა, მაგალითად გახდეს მშობელი, ის ყოველთვის გაურბის ამ პასუხისმგებლობას. თითქოს პერსონაჟი რეალურად მზად არ არის მიიღოს სიყვარული, რომელსაც ქალები სთავაზობენ, ის არავის ენდობა და არ აძლევს საშუალებას, რომ მასთან დამყარდეს ღრმასულიერი ურთიერთობები. რეალურად, როდესაც ქალთან საქმეს იჭერს, ის ეჭიდება მხოლოდ ფიზიკურ ვნებათაღელვას და სიახლოვეს. ადამიანი მუდმივად მილტვის უფლისკენ და ღმერთისკენ. ჩვენ რა თქმა უნდა სხვადასხვა განსაზღვრებები გვაქვს იმისა თუ რა არის ღმერთი, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ კი გვჯერა უზენაესი ძალის არსებობის, ჩვენ ვცდილობთ რომ მას გავეტოლოთ, მას მივემსგავსოთ, მას მივუახლოვდეთ. და პერსონაჟი თითქოს ხვდება რომ ის ვერასდროს მოახერხებს განღმრთოებას, რომ ღმერთის ტოლი და თანასწორი გახდეს, სწორედ ამიტომ ალტერნატიულ გზას პოულობს იმისა, თუ როგორ დაიმკვიდროს ადგილი სამოთხეში. როგორც მეტაფორულ სამოთხეში, ისე მატერიაში გამოხატულ სამოთხეში. პირობითად მისთვის სამოთხეა ამერიკა. არ დაგიმალავთ, წიგნის კითხვის განმავლობაში ხშირად მეუფლებოდა ეს სასოწარკვეთის განცდა და ალბათ ნიჰილისტურ ტალღებშიც მიწევდა ლავირება. თუმცა, როდესაც წიგნის ბოლოში გადიხარ, ხვდები, რომ ეს არ არის ნიჰილისტური მანიფესტი. გურამის წერის მანერა ძალიან საინტერესოა, მე ზოგადად ხშირად ვამბობ, რომ ის უნიჭიერესი მწერალია და მგონია, რომ მკითხველი ნამდვილად არ დარჩება იმედგაცრუებული, თუ კი გადაწყვიტავს, რომ მასთან ერთად იმოგზაუროს ამ საკმაოდ უცნაურ წიგნში და როდესაც ვამბობ სიტყვა უცნაურს, ვგულისხმობ ტექსტს, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს იმ წიგნებს, რაც უწინ წაგიკითხავთ. მადლობა თათულის შეგვიძლია გამოვთქვით. კარგი, მოკლედ რა ვიცი, რაც შეიძლება და გვეთქვა ალბათ თქვით, თუ ვინმეს აქვს კიდევ სურვილი რომ რაიმე დაამატოს და თქვას სიამოვნებით მოგისმენთ, თუ არა და მოკლედ აი ხა არის ის თავარი მომენტი, როცა ტორტი უნდა გავჭრათ და ღვინო უნდა დავლიოთ და დავილოცოთ დღევანდელ დღეზე უნდა ასე ვთქვათ რაღაც ხო არ იტყვი რამეს. რამე ხო არ გაგახსენდა ძველი. ხო, ესე წერტილოვნად შეგვიძლია მაშინ თქვა და ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, მადლობა რომ გამოყავით ის 2 საათი აქამდე და ეხა კიდე ამის შემდეგ რაც იქნება დრო და დაუთმეთ აქაურობას. ეს არის სივრცე, სადაც მე ჩემი ცხოვრების დიდ დროს ვატარებ, აქ ბევრი
კურსი ტარდება, ბევრი შეხვედრა, ბევრი მასტერკლასი, ძალიან მიყვარს ეს სივრცე, რასაც ნელ-ნელა ვცდილობ რომ ავაწყო, სიამოვნებით გელოდებით ყველას, მობრძანდით, დაესწარით ხოლმე შეხვედრებს და რაღაცა ვილაპარაკოთ. მე ძალიან მინდა რომ გავაკეთო რაღაც ერთი ციკლი შეხვედრების, აი ბესოს ჩაიბარებს ალბათ ამ ამბავს, სადაც ჩვენ შევიკრიბებით კონკრეტულ წერილების, თანამედროვე წერილების, კონკრეტული წიგნების განხილვაზე, ოღონდ კი არ სპიკერი კი არ ილაპარაკებს, აი ყველა ვილაპარაკებთ და პოპულარიზაციას მოვახდენთ ხო, თანამედროვე ქართველი ავტორებისას და მე მოვიწევთ ამ არა, აქ იქნება უბრალოდ რა, რომ ვინც არ წაიკითხავს, ის ვერ დაესწრება ამ შეხვედრას, ეგეთი ამბავია, ეგეთი პირობა იქნება. კი, კარცერ ლუქსივით გვექნება, მოკლედ. დიდი მადლობა. ეს შენ წიგნი, წეღან თქვი ხო, კი, ხელმოწერით არის. წეღან რომ თქვი, რომ ესეც ის იაღლიში მოხდა მეთქი, მოკლედ ესეთი რომ ისინი აგვერია. ეგზემპლარი ისინი, ფაილები ამერია, იმიტომ რომ ნეპალიდან რომ გავაგზავნე დასაბეჭდად და ესეთ ჩეპე მოხდა, სხვა წიგნები, ამ წიგნების ყველას დიზაინერი არის ნინო, მაგრამ მაინც ამ წიგზე, როგორც წინა წიგზე მოხდა, რომ არ წერია შენი სახელი და გვარი, არც რედაქტორის და მარტო ჩემი სახელი და გვარი წერია, რაღაცა ის ეგოისტურად არის, მაგრამ აქ ყველას უთხარი, ყველას ვეტყვი, ორჯერ უფრო მეტად რა თქმა უნდა. ილუსტრაცია ჩემია და კი ბატონო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ეხა ესე იგი ეს რაღაცას ვაკეთებთ, რომ ევაკუაციის გეგმა გვაქვს ესეთი, რომ ეს ზედმეტ სკამებს შევყრით იქით იმაში ოთახში და დანარჩენი შემოდის ტორტი, ნამცხრები გვაქვს ბევრი, რაღაცა ღვინო, ვისკი გვაქვს ძალიან კარგი ქართული ვისკი და